დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მენსტრუაციაზე. რეალურად როგორიც არის მოშარდვა, მენსტრუაცია ბაშით შეგიძლია ჩახვიდე აუში და ამავე ყოველთვის ყველა გოგონას არ ექნება თავიდანვე პირველი 2 წლის განმავლობაში რეგულარული სტრესი არის ტრიგერი იმისა, რომ PMS-ი გაგვიძლია. ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ დაუცველი სექსი უდრის შესაძლო ორ სულობას. ელემენტარული საფენის საშუალება არ გაქვს და მან უკვე საუბარი ზედმეტია, რომ შენ იმ ადამიანს ესაუბრო იმაზე, რომ იცი რა 2-3 საათში ტამპონი უნდა იცვალო, როცა უბრალოდ ვერც კი ყიდულობს ამ ტამპონს. ვერავინ ვერ მიხვდება ვერც ერთი გინეკოლოგი აპკის მიხედვით მაქვს თუ არა სექსი. მენსტრუაციის დროს პირდაპირ ვიძახი კივილი, განსაკუთრებით ძლიერი და რა თქმა უნდა კედლებზე გავდივარ ესეთი აღწერილობით კივილი არ არის ნორმა. ეგეც მითი არის, რომ ამ დროს ვარჯიში არ შეიძლება. როგორი არის რისკის და სარგებლის ანალიზი ჰორმონული კონტრაცეფციის შემთხვევაში? თეთრ სახლში სენატორები განიხილავდნენ ქალის ჯანმრთელობას, რომ და არც ერთი არ იყო იქიდან ქალი. თეთრ სახლში თეთრი კაცები განიხილავდნენ. ხო, თეთრი კაცები. როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, იქ უხერხულობის ადგილი არ არის. გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს და ყავს ძალიან კარგი სტუმარი, ეკა კვირკველია, ჩვენი მეგობარი, რეპროდუქტოლოგი, რომელიც ჩვენ სხვა პროექტში ერთხელ უკვე ყავდა და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მენსტრუაციაზე. შემდეგ ერთ საათს დავუთმოთ სწორედ აი ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი მითი, ძალიან ბევრი ტაბუ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეკა რომელსაც თავისი აქტიური გვერდები აქვს სოციალურ ქსელში და თქვენ ამ ვიდეოს აღწერაში ნახავთ მის გვერდებს, ძალიან ბევრს საუბრობს და დეტალურად ხსნის ხოლმე სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. სწორედ ეს ხშირად დასმული კითხვები შევკრიბეთ დღეს და მე და სანდრო ეკასთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გავარჩევთ. ეკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. მადლობა, რომ მომიწვევით. ეკა, მოდი პირდაპირ დავიწყოთ იმით, აი განმარტება რომ გავაკეთოთ ყველასთვის გასაგებ ენებზე, რა არის ეს მენსტრუაცია და აი რატო არის საჭირო. მოდი მე დაგიბრუნებთ კითხვას, რას ნიშნავს სიტყვა მენსტრუაცია ბერძნულად? ой, არ ვიცი. არც სანდრო? კაი, ანუ თვეებს ნიშნავს თუ სწორად მახსოვს, ანუ მეც არ მახსოვს. დაგუგლეთ მეგობრებო, ChatGPT-ს კითხეთ. ანუ თვიურს მაგიტო ეძახიან, რომ თვიდან თქვენ მენზეს, ანუ თვეს ნიშნავს. შესაბამისად, ანუ ტერმინებში ძალიან ირავიან, იმიტომ რომ ინგლისურად არის period, ანუ პერიოდი, თვიურს ეძახის, რაღაც დედათა წესი არის, რაღაცა იქ ბიბლიური ვერსია და ანუ მენსტრუაციას ვეძახით ჩვენ, თუმცა ანუ უნდა გავარჩიოთ მენსტრუალური ციკლი და მენსტრუაცია, ანუ სისხლდენა, რომელიც მაგალითად საშუალოდ 5 დღე გრძელდება, ხო? შესაბამისად, ციკლი, ანუ არაგვერია, სამ სიტყვის განმარტებაც მქონდა ლექსიკონიდან დასკრინული ჩემს ერთ ვიდეოში, ნიშნავს რაღაცა პერიოდულობით, რაღაცა კონკრეტულ მოვლენას, ხო? შესაბამისად, საშუალო თვიდან თვემდე თუ რაღაც სისხლიანი გამონადენი გამოგვდის ქალებს, ამას ქვია მენსტრუალური ციკლი. და უნდა ვიცოდეთ, რომ პირველი დღე არის, როცა სისხლი წამოგვივა და არ დასრულებიდან, როგორც ითვლიან ხოლმე, და ის რომ ექიმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 6 თვის ჩანაწერი გქონდეთ, რომ გავაანალიზოთ თქვენი მენსტრუალური ციკლის ხასიათი. და რა არის მენსტრუაცია? ანუ ეს არის ჩვეულებრივი ფუნქცია, საკვარცხლების ფუნქცია, ანუ გვაქვს საკვარცხლე, გვაქვს საშვილოსნო და თუ ორსულობა არ დგება საშვილოსნოს შიგნით აშრე, რომელიც არის ნიადაგი, რომ მას მიემაგროს უკვე განაყოფიერებული კვერცხუჯრადი, მას არ მიემაგრა, არ განაყოფიერდა და ის ნიადაგი ჩამოიშლება და მეორე ისევ თავიდან დაიწყება მისი ზრდა. სულ ეს არის. კი ბატონო. მინდა რომ ცოტა დროში უკან გადავიდეთ და რაღაც პირად გამოცდილებაზე კითხო, ანუ როგორი არის საქართველოში გოგოების პირველი მენსტრუალური ციკლის, ანუ მენარქეს გამოცდილება? მე ხა აი რო ვილაპარაკო ჩემი სკოლის პერიოდზე, მე საერთოდ ვერც მივხვდი, რომ ეს რაღაცა ხდებოდა, მე უფრო რომ დავმეგობრდი მეგობრებთან, რეტროსპექტულად იხსენებდნენ გოგოები და მე საერთოდ ვერ მივხვდი. არა და უნდა მივხვდეთ წესით, იმიტომ რომ გოგო ხმამაღლა უნდა თქვას, რომ ეგეც სამედიცინო ნაწილია, იმიტომ რომ ბიჭებს 2 წლით გვიან გაქვთ პუბერტატი. ხო, მაგრამ ანუ ეს არ იგრძნობოდა, იმიტომ რომ გოგოებს ეს ირწყვილობოდა თამაზე ხმამაღლა საუბარი, თორე ეს დარწმუნებული ვარ, ბევრი გოგოსთვის ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნებოდა, ხო და ზოგადად ტკივილთანაც არის დაკავშირებული და
ამაზეც ცალკე ვისაუბრებთ, ეს სირცხვილის და შიშის განცდა, იმიტომ რომ მანამდე მათ ამაზე ინფორმაცია არ ქონიათ, მე მით უმეტეს არ მქონია ინფორმაცია ამაზე და ანუ ისე ჩაიარა, რომ ეს საერთოდ ვერ შევამჩნია არა და კლასში ამას უნდა ამჩნევდე, იმიტომ რომ როგორ უნდა ადგეს უთხრას, რომ ახლა რაღაცა ჰიგიენური რაღაცა იმისთვის, ქცევისთვის გასასვლელი ვარ, არ უნდა ეს სირცხვილებოდეს ამაზე ხმამაღლა საუბარი. აი შენ გარშემო როგორ ხდებოდა, აი როგორ არჩევდით ერთმანეთში, როგორ იყო ეს პირველი გამოცდილება და ოჯახში დამოკიდებულებები ამ ინფორმაციის გაზიარების დროსაც როგორ იყო და პლუს ეს სოციალური რაღაცნაირი თვალიც როგორ მუშაობდა ამ დროს. ჩემი პირველი menstruatsiya შემიძლია გავიხსენო ამ დროს, როცა დაიწყო საერთოდ ძალიან შემეშინდა, ანუ რაღაც სისხლი წამომივიდა და მეგონა რომ კვდებოდი და ესეთი ისტორია ძალიან ბევრ გოგონას აქვს. შესაბამისად გამოვიდეთ რომ პირველი 2 წელი თან არ არის ჯერ რეგულირებული, ანუ ყველას გამართულად ეს ციკლურად არ აქვს და რეგულარულად შეიძლება არეულიც იყოს. ანუ ამ დროს დედებს ეშინიათ, რომ შეიძლება რაღაც უშვილო იყოს ჩემი შვილი და ამ შემდეგ. ჩემი კლასელებისთვისაც მე პირადად ძალიან მწვანოდა ამის თქმა. თან არის მომწიფების პროცესში რო ხდება, ანუ ძუძუს ზრდა, მენჯის ფორმების დამრგვალება, ქალური ფორმების მიღება, ეს ემოციური ცვლილება, ანუ ყველა ის პუბერტული ცვლილება, ანუ ჩვენ რატო არც კი გვიფიქრია ამაზე, იმიტომ რომ რეალურად ის რომ მაგალითად ჩეხეთში, ტუალეტში, დევ სკოლაში უფასო menstruალური პროდუქტები ან სავაჭრო ცენტრში ჩვენთან საერთოდ განათლებაც არ გვაქვს ამის შესახებ. შესაბამისად რა ეს არ გვაქვს განათლება, ეს პირადად ჩემთვის და ჩემი კლასელებისთვის და ჩვენი დედებისთვის და იყო ძალიან სტრესული. არც სკოლაში, არც სახლში, ანუ სახლში რა თქმა უნდა, ჩვენთან მშობლები ამაზე არ საუბრობდნენ, მზად არ ვიყავით, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მზაობას, იმიტომ რომ იგივე ანუ menstruatsiis, ანუ menarches ალტერნატივა ბიჭებში არის spermarche, ხო? ანუ პირველი sperma ან შარდში, ან მასტურბაციის გზით მიღებული, ან რაღაც დაღვრილი, ან ღამის სულ სიზმრებში და ასე. შესაბამისად, ან მამაკაცებისგანაც მომისმენია იგივე, როცა გავიზარდეთ შემდეგ კლასელები, რომ აი ჩემთანაც რა მოხდა ესეთ შემთხვევა, მე ძალიან დავისტრეს, ანუ ისინიც არავის არ გაუფრთხილები ამის შესახებ და რეალურად როგორიც არის მოშარდვა, როგორიც არის განავალზე გასვლა, რაღაც ფიზიოლოგიური ფუნქციები, ცხვირის მოხოცვა, ისე არის menstruatsiya, ოფლი მოგდის, ადამიანები ვართ, ანუ მეტაბოლური ნივთიერებთა ცვლილება ხდება, ვიზრდებით, ვითარდებით და ყველაზე უფრო მეტად სტრესული იყო და მირტყავდა ეს ინფორმაციის ნაკლებობა. ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ ემოციური სტაბილურობა ჯერ არ გაქვს ხო მიღწეული, პლუს ეს ჰორმონული ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ხასიათის ცვლილებებს იწვევს და არ იცი რა გააკეთო, ანუ სტრესი შენთვის ორმაგად უფრო სტრესულია. შესაბამისად, ანუ ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, ძალიან დიდი ტაბუ, არ ვიცი, ანუ ეკლესიაშიც ვინც მორწმუნე იყო და ეკლესიური არ დადიოდნენ ამ დროს და ან დღესაც ვქანია შემთხვევები, რომ იმდენად უწმინდურობად ითვლება კონკრეტულ სოციალურ, რელიგიურ, კულტურულ ასპექტებში, რომ menstruatsiis გადავადებაც კი უთხოვეთ პაციენტებს, იმიტომ რომ რაღაც მეჯვარე ან ჯვრის წერა აქვს და ასე შემდეგ. ხო და ეს ყველაფერი ისევ აქტუალური არის, აი დღეს ხშენი ამდენი აქტუალურია. კი, თუმცა ძალიან დიდ გავლენას თამაშობს უკვე ინტერნეტი და ინგლისური ენის და უცხოენების ცოდნა, რადგან ანუ მაგიტომაც ვეცადოთ, რომ ჩვენ სამივემ და ყველამ ანუ არ აქვს მნიშვნელობა ეხა ჯანდაცვის წარმომადგენელი ხარ თუ არა, გააჯანსაღო ციფრული სივრცე, რადგან ახალგაზრდების თინეიჯერების უმრავლესობა ამ სქესობრივ განათლებას სწორედ რომ ინტერნეტიდან იღებენ, მათ შორის 51%. მხოლოდ ჩვენთან, თუმცა თუ ეს ინფორმაცია იქნება ჯანსაღი და სწორი მაგალითად რასაც თქვენი პოდკასტი აკეთებს, ხომ ძალიან კარგია. ხო, ძალიან ვცდილობთ ჩვენ. ეკა აი ეს პირველ გამოცდილებაზე რასაც ლაპარაკობდი, ხო? აი დღეს ცოტა ვითარება რამე გაუმჯობესებული არ არის? ალბათ იქნება, ხო? ისევ ინტერნეტის. კარგი არის ინტერნეტი, ისევ ინტერნეტის გამო და მაგიტო ვიცახი, რომ ისევ აი მასწავლებლები, მშობლები ჩვენ ჩავერთოთ ინტერნეტში, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი საქმე არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მშობლებსა და შვილებს შორის ანუ ნდობა აღდგა, ჩატეხილი ხიდები აღდგა, ანუ მშობლები კი დღესაც უჭირთ რაღაც კითხვებზე ეშინიათ პასუხების გაცემა შვილებისთვის გარდატეხის ასაკში, პუბერტატის პროცესში, თუმცა უფრო თავდაჯერებულები არიან, რომ მათ უპასუხონ აღარ ეშინიათ და მნიშვნელობა იმისა, რომ ისინი მოამზადონ ამ ცვლილებებისთვის ინფორმირებით, მათი ინფორმირებით, ძალიან კარგად აქვს გააზრებული და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. კი, აი ეგ მაგაზე მინდოდა მეკითხა ზუსტად, ეხლა ჩვენ ვერ დაველოდებით სკოლებს, როდის დანერგავენ ისინი, ამათი იმედი. აი ოჯახში როგორ შეიძლება 9-10 წლის გოგოს მშობლები, ან მეურვე დაელაპარაკოს იმაზე, რომ მოსალოდნელი არის ახლო მომავალში, რომ მას კონდეს menarche.
ანუ დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა შეამზადოს ოჯახმა გოგონა მენარქისა. მაგ მხრივ არის ორი მიდგომა მსოფლიოში, სადაც სქესობრივი განათლება, ანუ სექსუალური განათლება არის ერთი ის, რომ გავიგოთ რა იცის უკვე და იმის მიხედვით აუხსნათ მისთვის გასაგებად მის სასაკთან შესაფერისად. ეს რა თქმა უნდა მშობელს შეუძლია ყველაზე კარგად, იმიტომ რომ მშობელმა იცის მეტნაკლებად რა იცის მისმა შვილმა და როგორ არ დაისტრესებ. ანუ ჩვეულებრივად პირდაპირ შეგვიძლია მივაწოდოთ, არის ინფოგრაფიკები, არის რაღაც შესავსებები, გასაფერადებლები უფრო პატარა ასაკისთვის და ამ ასაკს ჩვეულებრივად როგორც კი კითხვა დაებადება არ დავაიგნოროთ, თუ არ გვაქვს პასუხი, უთხრათ რომ მე მოვიძიებ ამის შესახებ ინფორმაციას, მიმართოთ პროფესიონალებს, მათ შორის პედიატრებს, მათ შორის გინეკოლოგებს, ენდოკრინოლოგებს, ოჯახის ექიმებს და იმათგან მივიღოთ ეს ინფორმაცია, ან მოვიძიოთ, ან ჩვენ შულთან ერთად მაგალითად ChatGPT-ს ვკითხოთ, Google-ს ვკითხოთ, ანუ ერთად ჩავერთოთ, როგორც კი ბავშვი იგრძნობს, რომ ამ პროცესში თანასწორია თავის მშობელთან და ის უსაფრთხო გარემოშია, მაშინ ისიც ჩაერთვება და უფრო რაღაც აღმოჩენითი პროცესი იქნება, როგორც მაგალითად ქვიშაში თამაში ან იმის ყურება რომ ზეჩადის, ხო? ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს. ერთს დავაზუსტებ კიდე რომ როცა ჩვენ საუბრობთ ამ მენარქეზე, ხო, ანუ პირველი მენსტრუაცია, რომელიც იწყება და შენ აღნიშნე, რომ ეს შეიძლება რეგულარული არ იყოსო. კი. ხო, ეს ყველაზე მეტად ეშინიათ ხოლმე ამის თავიდან მშობლებს. ხო, ანუ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ნორმაა, რომ თავიდან ესე ციკლი ჩამოყალიბებული არ არის და რეგულარული არ არის, ხო? კარგად შეეჯამე, ანუ ყოველთვის ყველა გოგონას არ ექნება თავიდანმა პირველი 2 წლის განმავლობაში რეგულარული შეიძლება კონდეს 3 თვეში ერთხელ, 2 თვეში ერთხელ, ანუ არეულად. ანუ ერთი და იგივე ეს სურათი არ ექნება, მაგალითად 30 დღეში ან 28 დღეში ერთხელ. ხო, და რომ შეეშინდეთ ამას. შეიძლება იყოს ეს. იცი, ამ აინტერესებს კიდე აი ორ პატარა კითხვას დავამატებ. რამდენად საჭიროა მენარქეს დროს, ანუ პირველი მენსტრუალური ციკლის დროს უკვე გოგომ დაიწყოს, ну, მანამდე შეიძლება ეგეც ვთქვათ თუ ეგრეა, გინეკოლოგთან ვიზიტი, რეგულარული ვიზიტი. კი ბატონო, ანუ ყველაზე სანდოური საერთაშორისო ასოციაცია, მათ შორის ქართული გაიდლაინები, რომელსაც ეყრდნობა, ეს არის საერთაშორისო ფიგურაც ვიცით და ამერიკის მეანგინეკოლოგთა ასოციაცია, მათ შორის ევროპის მეანგინეკოლოგთა ასოციაცია, ჯანმო და ასე შემდეგ. ისინი აღნიშნავენ თავის გაიდლაინში, რომ მენსტრუაციის დაწყებიდან გოგონას უკვე შეუძლია არა გასინჯვაზე, არამედ ინფორმაციისთვის მივიყვანოთ გინეკოლოგთან, რომ გავიაროთ ინფორმაციული ნაწილი. შევაფასოთ მისი პუბერტული განვითარება, მენარქე, ტელარქი, ანუ ხო, ძუძუსრდა ტენერის სკალის მიხედვით ტენერი იყო ეს მეცნიერი, ვინც 5, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ხარისხის შეფასებას აკეთებს სხვადასხვა გარეთა სქესობრივი ნიშნების, ანუ ძუძუ, შეიძლება იყოს სათესლე ჯირკვლები და ასე შემდეგ, ხო? აი, შენ როგორც ახსენე, აქამდე ზოგს ეშინია მშობელს, რომ გვიან ეწყება, აქვს ან ჯერ არა აქვს მენსტრუაცია, როცა უკვე თანაკლასელებს, თანატოლებს აქვთ, ხო? აი ეს რომ განვმარტოთ ჩვენს მსმენელს და მაყურებლებს, ნორმალური ასაკობრივი ფარგლები რა არის მენარქესი და როდის შეიძლება უკვე ვიფიქროთ ამენორიაზე, რაც ნიშნავს მენსტრუაციის არ ქონას. კი ბატონო. მენარქე, ანუ ზედაზღვარი მაინც არის 15 წელი, თუმცა ეს განსაზღვრული არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი არის, გენეტიკური ფაქტორები, გარემო, მაგალითად ის, რომ ჩრდილოეთის ქვეყნებში, Nordic countries, ასე ვეძახთ, სკანდინავიის უფრო გვიან ეწყებათ მენსტრუალური ციკლი, მენარქე პირველი მენსტრუალური ციკლი, ასევე თბილ ქვეყნებში უფრო შეიძლება მალე მოხდეს დამწიფება რეპროდუქციული და იქ ასე ვთქვათ ესტროგენის დონე მაგალითად შავკანიან მოსახლეობაში ასევე უფრო მაღალია. შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ 15 წელი, ანუ ხდება უკვე 16 წლის და არ დაიწყო მენსტრუაცია, მაშინ მივიდეთ კვლევებზე. ასევე მეორე საკითხი არის, რომ ეს მეორეული სქესობრივი ნიშნები, ხო, ძუძუს ზრდა, ძუძუ რო გაიზრდება ტენერის სკალით მესამე საფეხურზე, აქედან უკვე წელიწად ნახევარში ველოდებით მენარქეს. ანუ მნიშვნელოვანია, ამიტომ თვითონაც მშობელმა შეისწავლოს ეს ტენერის სკალა, როგორც პედიატრები აფასებენ თავის გარშემოწერილობას, სიმაღლეს და წონის ზრდას, ისე ფასდება პუბერტული განვითარების ნიშნებს. შესაბამისად, ძირითადად პუბერტატის დაწყებიდან პირველი ქალებში იწყება ძუძუს ზრდა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ხო, კიდე ერთი საკითხი რაც არის, აქ არის ძმების და მამების ჩართვა აი ამ პროცესში. ალბათ ეს რაზეც ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ამ გოგოს ძმებიც იყვნენ ინფორმირებული ამ საკითხზე და მამებიც და შესაბამისი მხარდაჭერა მათგანაც ჰქონდეთ, ხო?
კი, რა ვიცი, ჩემი აზრით unisex-ი არის ზოგადად, ანუ სქესი არ აქვს სქესობრივ განათლებას, კი ქვია სქესობრივ განათლება. არა, კონკრეტულად menstruatsiას გულისხმობ, რომ მე რაღაცა ინფორმაციის არ ქონის გამო რაღაცა დაინახეს, რაღაცა შენიშნეს, ალბათ რაღაცები არ მოხდა, ეს რა ვიცი რა. რას გულისხმობ, რომ დააკონკრეტო შეიძლება. აი, რაღაცა მაგალითად ბულინგის ხერხი არ აღმოჩნდეს კი, ბიჭებისგან. რა თქმა უნდა, ანუ ორმაგი დატვირთვა აქვს ამას, იმიტომ რომ მამაკაცებიც და ძმებისთვისაც თუ ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, მე უფრო არ უჭირთ, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში ამ საკითხზე საუბარი. რა თქმა უნდა, მამამ უნდა დაარიგოს ის, რომ შეიძლება მაგალითად უთხრას, რომ აი საქართველოში არ არის სქესობრივი განათლება, შეიძლება ბიჭებმა, იმიტომ რომ ეს ცვლილებები მოხდა, დააქცინონ, იმიტომ რომ თვითონ დაისტრესონ, შესაბამისად ამ დროს ეს შენ არ განგსაზღვრავს და თვით შეფასება მაგის გამო არ არის. ჩვენ დავამატებდი კონკრეტულ მაგალითს, ნახა ჩვენთან საემიგრაციო კონტექსტი როგორია ვიცით და ძალიან ბევრი მარტოხელა მამა ზრდის საკუთარ გოგონაშვილს, ამიტომ ის ინფორმირება. კი ბატონო. ხო, ამიტომ როცა საუბრობთ ხო აი ინფორმირებულობაზე მარტო გოგოებს არ გულისხმობთ, რა ზოგადად საზოგადოება. ჩემთან ოჯახში ეგ ძალიან ხარდაჭერილი იყო ბაბუა ჩემის და მამა ჩემის მხრიდან, ჩემი უფროსი ძმაც რა ვიცი თავის ცოლსაც სულ ყიდულობდა საფენებს, მამა ჩემსაც არ ქონია რაღაც გართულება პრეტენზია, თვითონ საფენებსაც კი გვიცვლიდა ბავშვობაში, ამიტომ გონია რომ ძალიან გამიმართლა მაგ მხრივ, იმიტომ რომ არ მაქვს რაღაც მე თვითონ დაჩაგრულად არ ვგრძნობ თავს, თანასწორად ვგრძნობ თავს. შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა კაცია თუ ქალი აიღოს მშობლობის პასუხისმგებლობა თავის. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ როცა საუბრობთ ახლა menstruatsiაზე, კიდე სხვა საკითხებიც არის, ხო, რომელიც ასევე აქტუალური და მნიშვნელოვანია, მაგალითად ეს არის წინამენსტრუალური დისფორიული აშლილობა, ხო, სწორად კი, PMDD და ასევე და PMS. კი, ორი სხვადასხვა რაღაცა არის. ანუ menstruatsiამდე 1-2 კვირით ადრე დაახლოებით, როდესაც იწყება ეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამოვლენებები, როგორც არის მაგალითად გაღიზიანება და ხასიათის ცვლილებები, მუცვინგებს რაც ვეძახით, მადის მატება, შეშუპება, მკერდის შეშუპება, ბარძაყების ნევის მატება, შეიძლება შაკიკიც კი იყოს, ანუ ძალიან ბევრი ცვლილება. ეს ცვლილებები ძირითადად გამოწვეულია ოვულაციის შემდგომ პროგესტერონის მატებით, რომელიც progestation გესტაცია ნიშნავს ორსულობას, ან თუ ორსულობა დადგა თვიდან თვემდე ორგანიზმი გვამზადებს ორსულობისთვის. ან თუ ორსულობა დადგა, ის ეუბნება ორგანიზმს, რომ მოიმარაგე, ანუ მადა მომემატოს, მოიმარაგე ნუტრიენტები, მოიმარაგე მინერალები, წყალი შეკავებულია, წონაში ამ პერიოდში უფრო მეტნი ვართ და მე ვიკლებთ, იმიტომ რომ წყლის შეკავება ხდება ორგანიზმში. შესაბამისად, ამ ცვლილებებს ანუ არ უნდა გავუძლოთ, თუ ძლიერ არის გამოხატული, ანუ არსებობს მათი სამკურნალო საშუალებები და PMDD საერთოდ პრედმენსტრუალური დისფორიული აშლილობა ნიშნავს, რომ ეს სიმპტომები რაც ჩავთვალე, ანუ 10-ზე გავამრავლოთ და 100-ზე, ანუ მთელი ან თვიდან თან სულ ეს სიმპტომები გვაქვს. სხვადასხვა სპექტრით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სიმძლავრით. ეს ანუ აქ უკვე გვჭირდება ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური და მედიკამენტური ჩართულობა. მათ შორის PMS-ის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა მიდგომები, ანუ ეს შეიძლება ანტიდეპრესანტიც იყოს ის 7 დღე, როცა PMS-ი გაქვს. აი ამ PMS-თან დაკავშირებით ეს რაღაც მაინტერესებს, რომ ზოგ შემთხვევაში ძალიან მძიმე თარი ხოლმე გამოხატული, ხო, ეს სიმპტომები, რაც ვისაუბრეთ, ზოგ შემთხვევაში ესე არ არის ხოლმე. მაგრამ როცა ეს სიმპტომები ესე მძიმედ არის გამოხატული, არ ნიშნავს იმას, რომ აქ რაღაცა, ყველა შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ აქ რაღაცა პრობლემა არის, ხო, დამატებით. რა თქმა უნდა, კი. ძირითადად ან თუ დაკვირვებას ვაწარმოებთ, ანუ ქალბატონებს აი თუ კითხავთ თქვენს მეგობრებს, ისინი გეტყვიან, რომ ვისაც PMS-ი აქვს menstruatsiამდე 1 კვირით ადრე საშუალოდ, გეტყვიან, რომ თუ სტრესშია, თუ უძილობა აქვს, თუ რაღაც სამსახური დაკარგა, შეყვარებულს დაშორდა, თუ რაღაცა ემიგრაციაში წავიდა, რაღაც სტრესული პროცესები გაიარა, ან თუ თანდაყოლილი სხვა ფსიქოლოგიური დარღვევები შეიძლება ქონდეს პერიოდულად, დეპრესიულობაში, ფოთვითი აშლილობა და ამ შემდეგ ეს კიდევ უფრო მეტად ამძლავრებს PMS-ის სიმპტომებს და PMDD-ის სიმპტომებს. ანუ ჩვენ იქამდე მივდივართ, რომ ყველაფერი არის ძალიან მასში ფსიქიკურ ამბავთან და სტრესი არის ტრიგერი იმისა, რომ PMS-ი გაგვიძლია. ჩვენ გვაქვს საჩუქარი. ოკეი, მე მიყვარს საჩუქარი. ჩვენ პარტნიორმა კომპანია PSP-მ გამოგვიქცავნა. ყვავილი არ არის. ეს არის საკვები დანამატი. საკვები დანამატი, რომელიც
სწორედ აი ამ სიმპტომების შესამცირებლად გამოიყენება. მასში არის რაღაცა ვიტამინების კომპლექსი, რო არ შემეშალოს, აი აგერ მაქვს ამოწერილი, ეს არის PMS essentially, ესენციალი ქართულად, ნუ essentially 60 კაფსულიანია და მასში შედის. ესე იგი, D ვიტამინი, ვიტამინი E, ვიტამინი B6, კალციუმი, მაგნიუმი და ასევე არის ერთ-ერთი კიდე ეს რა ქვია, დაპატენტებული ნარევი, რომელიც არის ორი სხვადასხვა ნივთიერების, ეს არის მაგნოლიას ექსტრაქტი და ეს არის ფელოდენდრონის ექსტრაქტი, აი მაგათი. მოკეთ საბოლოო ჯამში ამ საკვები დანამატის ფუნქცია, რომ ეს სიმპტომები შეამციროს. ამისთვის არის, ნუ ვეგანური პროდუქტია, ანუ გატესტილი არ არის ის ცხოველებზე შემადგენელი ეს კაფსულებიც ასევე ვეგანურია. ნუ ეს მედიკამენტი არ არის შესაბამისად, მათ სხვაგვარი რეგულირება ჭირდებათ, მაგრამ ნუ ეს პროდუქტები ზოგადად იწარმოება შედარებით მაღალი სტანდარტით, იმიტომ რომ აქ რაც სამეცნიერო გუნდები არიან ხოლმე ჩართული მათ შერჩევაში. ანუ ეხა შენ რასაც ამბობდი, რომ აი მოთხოვნას და შეკავებას იწვევს ორგანიზმს გამზადებსო, ნუ როგორც ჩანს ეგ იდეა არის ამებს ჩადებული, იმიტომ რომ დანამატებს მიხარია რომ მადლობა საჩუქრისთვის და მიხარია რომ ესეც საჩუქარი ამ პოდკასტით ასევე გაარეკლამეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი დანამატების, როგორც დანამატების სახით, ასევე საკვების სახით, ოვულაციის შემდეგ, ანუ მენსტრუაციის, ასე ვთქვათ, დაწყებამდე 2 კვირით ადრე მიიღება. რატო? იმიტომ რომ სწორედ შენ რაც ახსენე და მე რაც ვახსენე გავიმეორებ, მოთხოვნილება საკვებზე განსხვავებულია. ანუ ჩვენ უფრო მაღალკალორიულ საკვებს გთხოვს ორგანიზმი შესაბამისად, ანუ კვების ნაწილს, ანუ ეხა ნუტრიციოლოგიის კურსს ვიწყებ ამერიკის ფიტნეს აკადემიის და იქაც უნდა გავიაროთ ეს ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მაგაზე, როგორ იკვებოს ქალი მენსტრუალური ციკლის ფაზების მიხედვით, დაუშვათ რა დანამატები მიიღოს, რა დანამატებს საჭიროებს ორგანიზმი, იმიტომ რომ ქალის მოთხოვნილება ძილზე, ქალის ტვინის ფუნქციონირება, ქალის ასე ვთქვათ, მეტაბოლიზმი განსხვავდება, ასე ვთქვათ, თვიდან თვემდე კი არა, თვითონ აი ამ ერთი თვის განმავლობაშიც მუდმივ ცვლილებას განიცდის და მოთხოვნილებას განსხვავდება. ხო, ეკა ბარემ მაშინ ამ საკითხზე რა კი ვსაუბრობთ, კვება, ხო, ეხლა ჩემს უფრო ნათელი გახდა რატო არის, ეხლა როცა საუბრობენ ხოლმე და მათ შორის ამ ეპიზოდისთვისაც რომ ემზადებოდით, ეხლა ბევრი მასალა წავიკითხე, ბევრს მოусმინე, ძალიან ბევრს საუბრობენ კვებასთან დაკავშირებით და ეხლა მივხვდი რატო არის ესეთი მნიშვნელობა. აი, დიეტაბიც კი ამაზე უნდა იყოს ადაპტირებული ინდივიდუალურ ციკლის პატერნზე. ხო და აი კიდე განსხვავებები არის ამ ციკლის ფაზების მიხედვითაც სხვადასხვანაირი რეკომენდაციებია, ხო? აი ამაზე თუ შეგიძლია უფრო მეტი რო გითხრა, აი კვებას როგორ უნდა მივაქციოთ, მაქსიმალურად ვეცდები, თუმცა მე არ ვარ ნუტრიციოლოგი, ჯერჯერობით არც კურსი არ გამივლია, მაგრამ ინდივიდუალურად პაციენტები როცა მოდიან, ან ბაზისურ ცოდნას ყველას უზიარებ. მაგალითად იმას, რომ რო წარმოვიდგინოთ, ორგანიზმი რა შვება, ხო? კიდევ ერთხელ გავიაროთ. ანუ რეპროდუქციული ფუნქცია ჩვენი ესე ხდება, რომ უკვე არსებული კვერცხუჯრედების, ფოლიკულებში კვერცხუჯრედების რეკრუტირებას იწყებს მენსტრუალური ციკლის დაწყების დღიდან. ნუ ეს პროცესი 3 თვით ადრე იწყება. სადღაც 200-მდე ფოლიკული ემზადება, მაგრამ თითო ციკლში სადღაც 5-10 თითო საკვერცხეში. შესაბამისად, ანუ ისინი გამოყოფენ დიდი რაოდენობით ესტროგენს. ანუ მაგიტო არის ის, რომ ძალიან ენერგიულია ქალი მენსტრუაციის შემდეგ, ოვულაციამდე ლიბიდოც მაღალი აქვს ოვულაციის დროს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ნუ გამრავლების ნაწილი ერთობა კვებად, შესაბამისად, ანუ ნაკლები ენერგიის ხარჯვა უწევს, იმიტომ რომ ენერგია ესტროგენის ხარჯზე ძალიან დიდი აქვს პირველ ფაზაში, ოვულაციამდე, შესაბამისად, მან შეგვიძლია უფრო ნაკლებად შევიზღუდოთ თავი, ანუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ქართულადაც ვიქეიფოთ ამ პირველ ფაზაში, ხო? შესაბამისად, მაგ დროს მადაც ისეთივე არ არის, როგორც ოვულაციის შემდეგ. ოვულაცია მოხდა, უკვე ორგანიზმი მეუბნება, 24 საათი გაქვს ეხლა, რომ სპერმა შეხვდეს კვერცხუჯრედს, მე დავიწყებ დაგროვებას და მადას გაგიზრდი. მადა გამიზარდა, ამ დროს რა თქმა უნდა, ყველა ქალი განვიცდით იმას, რომ წონაში ვიმატებთ, შეშპებულები ვართ და აი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკვე რა ცოტა ლიმიტირება მოვახდინოთ და უფრო მსუბუქ საკვებზე გადავიდეთ. მათ შორის აი ამ ყველაფრის შემოდგენლობაში ჩამოთვალე მაგნიუმის შემცველი საკვები, მცენარეები, ანუ ხორცი, წითელი ნაკლები გამოვიყენოთ და უფრო თეთრი და ფრინველისეული ქათამი მაგალითად, ხო? ღორი და ძროხის ხორცი უფრო მაღალკალორიული, შევამციროთ კალორიები, თუმცა მივიღოთ მაინც საჭირო
რაოდენობით, ჯანსაღი კალორიები, განსაკუთრებით სალმონი, მაგალითად თევზი, ანუ ჯანსაღი ცხიმები მივიღოთ, ჩვეულებრივად ჯანსაღი ბოსტნეული, ხილი, ორაგული, კი ბატონო, მადლობა. ყველაფერი უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ კიდე არ გადავტვირთოთ ორგანიზმი, იმიტომ რომ ის ძალიან დიდი მეტაბოლური ცვლილებებისთვის ემზადება, როგორც არის ორსულობა და ორსულობაში კი ვიცით, რომ საერთოდ სხვა ჰორმონული ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები ხდება, ისეთ რომ საერთოდ სხვა ფიზიოლოგიას ვიღებთ განსხვავებით არაორსულისგან. ეს ამასაც ჩავთვალოთ ესე, რომ მენსტრუაციის დროს მსუბუქად ვიკვებით, რკინის შემცველსაკობს ვიმატებთ, მსუბუქი ვარჯიში შეგვიძლია, ამის შემდეგ შეგვიძლია ყველაფრით ვიკვებოთ, შეზღუდულები არ ვართ, ну რა თქმა უნდა სპეციალური კვებაზე არ ვართ, ხოლო ოვულაციის შემდეგ, ანუ უამრავი ვიდეო არის ამის ინტერნეტში, ოვულაციის შემდეგ მაქსიმალურად ჯანსაღ კვებაზე ვიყოთ PMS-ის დროს, რათა კიდე წონაში არ მოვიმატოთ და ეს ამან კიდე არ გაგვიმძაფროს PMS-ის სიმპტომები. სპერმატოზოიდის და კვერცხუჯრედის შეხვედრა ახსენეთ და ეგეთი გავრცელებული მოსაზრება არსებობს, რომ თვითონ მენსტრუაციის დროს დაუცველი სექსის შემთხვევაში შეუძლებელია დაორსულება. რამდენად შეესაბამება რეალობას ეს მოსაზრება და შეიძლება თუ არა მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ მომენტში დაორსულდეს ქალი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ დაუცველი სექსი უდრის შესაძლო ორსულობას. რა თქმა უნდა, შანსი ნაკლებია მენსტრუაციის დროს, თუმცა რა ვიცით რა ხდება, იქნებ მეორე ოვულაციაც მოხდა. ან თან სპერმა ხო 5-დან 7 დღემდე ეძლებს საშოში და საშუალოსნოს ყელში, საშუალოსნოს ღრუში. ეს ამასად ის სპერმა შეიძლება გადარჩეს. ან პრეაკულა საერთოდ არ მოხდეს საათესლე სითხის სპერმებთან ერთად დაღურა საშოში, მაგრამ პრეაკულაში იყოს, ანუ საშარდე მილიდან გამოვიდეს სპერმა და ჩვენ კიდე უამრავი პაციენტი ყავს და ჩვენზე გაცილებით გამოცდილ გინეკოლოგებს ესე დაორსულებული. შესაბამისად, ამით ჩვენ თავს ვერ დავიცავთ და მით უმეტეს სქესობრივად გაწმდები დაავადებებისგან ვერ დავიცავთ. ანუ ეგ არის მითი, რომ მენსტრუაციის დროს ვერ დაორსულდები. ეხლა შემდეგი საკითხი, რომელზეც მინდა რომ გადავიდეთ, ეს არის menstrualur სიღარიბეს რომ უწოდებენ ხოლმე, რომ ეხლა ჰიგიენური საშუალებები, რომლებიც გვაქვს, ცეცხლის ფასი უკიდია ხო ეს გეთანხმები და თან არც ერთი არ არის დიდად რაღაცა ბამბა ქართულ ბაზარზე ესე 100%-ით ხო აი გახსნე და გადაფუთო და და წეგან შენ ერთი მაგალითი ახსენე რომ აი ჩეხეთშიო ხელმისაწვდომი არის ხო მოსწავლეებისთვის და ზოგან უნივერსიტეტებში არის ბეგრება და ასე შემდეგ ხო ხო ჩვენთან ანუ ეს ეს მაგრამ ჩემი ახმა ხო რომ ეს არის ეს რომ ძვირიღისა თან არავითარი არა ძალიან ძვირიღის ახლა ანუ ტამპონი რომელიც 2-3 საათში ერთხელ უნდა იცვალო და მაგაზეც ვისაუბროთ დეტალურად უფრო მეტად სადღაც ღირს 10 ლარი ანუ სადღაც 10 ცალი ანუ დღეში თუ დაახლოებით გჭირდება 4-5 პირველ მეორე დღეს როცა უფრო ინტენსიური დენა სისხლის შესაბამისად რა ვიცი ანუ საკმაოდ შეუძლებელია ყველასთვის ამის ხელმისაწვდომობა. ხო, აი ახლა მე მაინტერესებს. ხო, და იმაზე ვუყურებდი, რა ქვია, ნუ ერთ-ერთ პოდკასტს ვუყურებდი, სადაც ამ საკითხზე საუბრობდნენ, მის პოლიტიკურ განზომილებაზე ლაპარაკობდნენ და იქ საუბრობდნენ, რომ ის დაბეგრა, რომელიც ახსენე, ხო, ის დაბეგრაზე იყო საუბარი, როგორცაც ფუფუნების საგნები და რაღაც, ხო, არაპირულად იმოხმარების საგნები, ნივთები ზოგადად ესე იბეგრებაო, რაც შესაბამისად მე ფასის მატებასაც გვაძლევს. ხო, ნუ ეგ ჩვენთანაც ალბათ ეგრე არის საბოლოოდ. ხო. და ამიტომაც კიდე უფრო ძვირდება ეს პროდუქტები და აი შენი პერსპექტივიდან მაინტერესებს ამდენ ადამიანს, რომელსაც კონსულტაციაზე იღებ შენი პაციენტები და ასევე სოციალურ ქსელებში რამდენი 100,000-ობით მიმდებარე ყავს, ხო? აი ეს არის თუ არა ესეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ პროდუქტების სიძვირე ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის დამადასტურებელი ფაქტებიც შენ რას დაყრდნობითაც ამ კითხვას მისვა უკვე არის კვლევები ჩატარდა უამრავი ჩვენთან საქართველოს შემიძლია გაგიზიარო და ანუ უამრავი კაფე ბარი მინახავს ჩვენთან ძალიან კარგი ახალგაზრდები შექმნილი რომლებიც აგროვებენ ხოლმე ამ მენსტრუალურ პროდუქტებს მეც მიმიტანია ჩამიგდია და რა ვიცი ეს იქნება საფენი ჭიქა თუ ტამპონები შეგიძლიათ თქვენც აგროვოთ ჩვენს მაყურებელსაც შეგვიძლია ვთხოვოთ და რაღაცა
ისეთ რეგიონებში გაჭირვებულ ოჯახებში დავარიგოთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ როცა menstruatsiya მოგდის, ან წარმოიდგინეთ სისხლდენა გაქვთ, უნდა იმუშაოთ თან, რაღაც შუა დღეა, ზაფხულია და ელემენტარული საფენის საშუალება არ გაქვთ და მან უკვე საუბარი ზედმეტია, რომ შენ იმ ადამიანს ესაუბრო იმაზე, რომ იცი რა 2-3 საათში ტამპონი უნდა იცვალო, როცა უბრალოდ ვერც კი ყიდულობს ამ ტამპონს. სულ ფინანსური ხელმისაწვდომობა იყო, ზოგან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც პრობლემაა სოფლებში, განსაკუთრებით ხა სად უნდა იყიდოს, სადაც ჩავიდეს, რომ იყიდოს, ხო? ნუ მან საუბარი უკვე menstrual ჭიქაზე არის, შეგვიძლია მაგას გადავიდეთ მერე, რომელიც უფრო დიდხანს შეუძლია, 10 წლამდე გამოიყენოს, მაგრამ ეგეც საკმაოდ არ არის ხოლმე ყოველთვის ხელმისაწვდომი, ყოველთვის თან კარგი ხარისხის საქმე გვაქვს მაგალითად პოლიმენორიასთან, ანუ ხშირ ციკლთან, მენორაგიასთან, ანუ უხვი სისხლდენა თუ არის, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხშირად კიდევ უფრო ხშირად უწევს, კი. ღამის საფენები მაგალითად, რაც უფრო ძვირია, კიდევ უფრო მეტად. ხო, მოდი აი კაიგენის დავახასიათოთ, ხო? ანუ დღეს უკვე მრავალფეროვნება გვაქვს აი ამ პროდუქტების. თქვენ რა იცით, ბიჭებო? მე აქამდე ვიცოდი 3. ტამპონები ვიცოდი, საფენები ვიცოდი და ჭიქა ვიცოდი. დისკი 6 და პლუს დისკი ვიცი მე. სულ ეს არის? ხო, ეგრეთ ვიცოდი. მე ვნახე რომ კიდე რაღაც სხვა რაღაცები ყავს. საცვლები, ასევე საცვლებიც არის, კი, ტრუსები. 5-ზე ავი. და შეშემპირებისთვის ძალიან მოქნილი არის, სხვათა შორის სპეციალური დიზაინთან საცვალია. ოღონდ ვინც ეტლით სარგებლობს მაგათვის არის გვერდებზე შესაკრავიანი და თვითონ ანუ ქვემოთ აქვს საფენი, რომელიც ჩაშენებულია, სადღაც 4 საფენს უდრეს ერთი საცვალი. და სადღაც 2 წელი რო გამოიყენო, რეცხავ ჩვეულებრივად 2 წელი რო გქონდეს ძალიან კარგად ყოფნის. ნუ შეშემპირებს ამ შემთხვევაში გვერდზე იკრავენ და უფრო მარტივია, ვიდრე ამოც მას შესაბამისად ძალიან კომფორტულია. მეც ვცადე დავტესტე აეროპორტში რომ მივფრინავდი და სადღაც 12 საათიანი ფრენის მანძილზე, ანუ სისვალეც კი არ მივწუნია ასე აქტიურ menstruatsiis დღეს, ან ძალიან კარგია. ასევე ხო დისკიც არის, ჭიქაც არის, საფენებიც არის მრავალჯერ. ეს დისკი რა არის? დისკი არის იგივე ჭიქა, ოღონდ დისკის ფორმა აქვს და პლუს ის აქვს, რომ როცა ჯდები ტუალეტზე, თავისით გადმოიყრება იქიდან, როცა კუნთებს მოდ. კი ბატონო. და ხო, აი ეს ჭიქა, რომელიც ასევე გამოვართვით. და საქციეთ შეგიძლია კონდეს დისკთან ერთად. მე როგორც მივხვდი, ამ პროდუქტების ესეთი მრავალფეროვნება საქართველოს დიდად არ ქონდა და ნენელა იწყება, ხო. კი და ნენელა იწყება. აი ხა რაც გამოვართ ისე კომპანია PSP-ს, ეს არის All Matters ქვია. ესენი არის menstrualuri ჭიქები და აი ამ ჭიქებზე მინდა რომ ცოტა დაგვეხმარო, იმიტომ რომ გავხსნათ და გავიაროთ. აი ეს არის ეს რა ქვია, სხვა ზომების მიხედვით განსხვავდება, ხო? ანუ აზომა არისო აქაც აწერია. მათვის ვისაც ვაგინალურად არ უმშობიარია და ხო, ბ-ზომა არის უკვე ვისაც კი, ესენი საჩვენებლად გვაქვს. კი, მეც მქონდა ესენი ჩემს ბლოგში. და აი გვერდიდან აქვს ესეთი გასახსნელი და ამას რო ხსნი, აი აქ აქვს რუკა. აი ესეთი რუკა აქვს, სადაც თვითონ გეუბნება მის გამოყენების სხვადასხვა ნაბიჯებს. პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი, მესამე ნაბიჯი და ხო, ანუ სტარტი არის აი აქედან მწვანე ნაწილი. აბა აი გვერდზე გახსენი. ესე გავხსნა? კი, ეგრეთ შეგიძლია გახსნა და ესე გახსენი. და მე თვითონ აი ამ ჭიქის ეს არის და შიგნიდან რეალურად ეს ინსტრუქცია უკვე შიგნით არის. QR კოდით არის და მაგის მიხედვით უკვე ონლაინად ნახავ ამას. კი. ესენ საკმაოდ კარგი ხარისხის არის. მე მომეწონა მე პირადად და კიდევ აქვს ერთი ზომა პაწუკა უფრო. ეს უფრო პატარა. და მინი. მინი ხო, რომელიც მოზარდებისთვის არის და მათთვისაც შესაბამისი საჭიროება აქვს ინსტრუქციის მიხედვით. ეგეც რა თუ არ ხარ ქორწინებაში არ შეიძლება, ანუ ეგრე ითვლება ჩვენ საზოგადოებაში, რომ თუ არ ხარ გათხოვილი, არ შეიძლება ვაგინალური ეკოსკოპის ჩატარება, menstrualuri ჭიქის გამოყენება და ტამპონის გამოყენება. თუმცა ეს აპკის მითი არის, რომ რაღაც ხალხს გონია, რომ რაღაც უნდა ჩაიხეს, გაიხეს და რაღაც აპკი აქვს მართლა ადამიანს და ის ანუ რეალურად ვერც menstruatsiya ვერ გამოვიდოდა გარეთ პათოლოგიური აპკი რო კონდეს, რომელიც მართლა საჭიროებს კურნალობას დეფლორაციის სახით, ან თუ დახურული აპკი, ან თუ არის ტიხრიანი აპკი, ან თუ არის რაღაც
საწურივით ძალიან წვრილ ნახრეტებიანი აპკი, რომელიც მუცლად ყოფნის პერიოდში საშოს ზედა და ქვედა ნაწილების შეერთების შემდეგ არ გაიხსნა აპოპტოზის, ანუ უჯრედული პროგრამირებული სიკვდილის საშუალებით და შესაბამისად იქ რაღაც ნაფლეთი რო გრჩება და ყველას განსხვავებული გვაქვს, თუ არის თავის ადგილას ჩვეულებრივად, ისევე გამოიყურება როგორც სექსი რო ქონდეს 5 წელი, შესაბამისად ვერავინ ვერ მიხვდება ვერც ერთი გინეკოლოგი აპკის მიხედვით მაქვს თუ არა სექსი. კი და ანუ ეს დამხმარე საშუალებებიც ამ ჰაიმენს არაზიანებს, ანუ აპკი სადაც თავისთვის შეიძლება დაზიანდეს სიარულის დროსაც, შემდეგ ისევ შეხორცდეს, ფორმა შეიცვალოს, ანუ ეს მუდმივად ხდება, შესაბამისად არანაირი კავშირი წინააღმდეგ ჩვენება, ანუ ტამპონის ან ჭიქის გამოყენებას არ აქვს. ხო, იმ დროს შეიძლება გაჩნდა ჩვენს მენელებს კითხვა, რომ თუ პირველი სექსის დროს შეიძლება იყოს სისხლდენა დაზიანდეს ჰაიმენი ანუ აპკი. არ არის. არ ზიანდება ჩვეულებრივად თუ ქალბატონი საკუთარი ვულვისა და აპკის დათვალიერებას მიმართავს და საკუთარი საშოს ფორმას შეისწავლის, მიხვდება იმას, რომ ჩვეულებრივად შეუძლია ჭიქაც და ტამპონიც გამოიყენოს. და ჭიქას და დისკს შორის გამოყენების თვალსაზრისით, რაც შენახსენე, გარდა იმისა, რომ მენჯის კუნთების მოდუნების შემთხვევაში დისკიდან თავის იღურება დისკი, მაგის გარდა სხვა ამას რა თქმა უნდა, ეს ვაკუუმის ამბავი არის ალბათ ესე რომ შედის შიგნით, ხო, ჭიქა, ანუ გამოღების დროს ქმნის წნევას. ანუ ნახეთ, შესაბამისად თუ საშუალო შიდა საშუალება სპირალს რომ ეძახიან საქართველოში არის შეგნით, ამ შემთხვევაში შეიძლება თეორიული რისკი არის რომ გამოვარდეს. ამ შემთხვევაში მაგიტო ჭიქას არ ურჩევთ რომ გამოიყენონ, ხო? არის ხოლმე მაგალითად ესეთი მდგომარეობები, ყელის დაზიანებები, დაავადებები, ყელის კიბორაზეც ვისაუბრეთ წინაზე, მაგრას არ არის სასურველი, ან ყელის ანთება საშუალოს ყელზეა საუბარი, როცა შეიძლება აი ამ მექანიკურმა გამოღებამ გააღიზიანოს ან სპირალი გამოაგდოს გარეთ. ხო, ანუ სხვა უკუჩვენებები არა. არა, თან 12 საათ შეგიძლია გამოიყენო. ანუ 12 საათში შეიძლება გამოცო. კი, ანუ ამას ასტერილებ, როცა menstruatsiya გეწყება, ანუ ასტერილებ 20 წუთი დუღარ წყალში ადუღებ, მე მთელი menstruatsiya უბრალოდ საპნით და წყლით რეცხავ და როცა გისრულდება, ისევ თავის ერთჯერად აუცილებლად ბამბის ქისა უნდა იყოს, ამაში ათავსებ, ინახავ და შემდეგ menstruatsiაზე ისევ ასტერილებ. ისევ და ისევ გამიყენები აუზში, ცურვისას, რა ვიცი, აეროპორტში და ვერაფერი ვერ მიგწვია. ხო, ანუ რეალურად არის მოთავსებული ბიუჯეტური გამოდისა? კი, 10 წელი საფენების და ტამპონების თანხა რო დავთვალოთ. ანუ 10 წელი აქვს დაახლოებით ექსპლუატაციის ვა და ერთ ჭიქ. თუ რაღაც მოხდა და ხა ანუ ხარისხვა და გაუჭდა ნახეთქები ამ მსგავს რაღაცები აღარ უნდა გამოვიყენოთ ცხადია. ერთგვარ ანტიდოტადაც გამოდგება menstruალური სიდუხჭირის. კი, და თან სილიკონის არის ჭიქები ძირითადად, რაც მიკროპლასტიკს არ შეიცავს და ეს ყველაზე ბუმერანგიც არის. კი, და პლუს აი მაგასთან დაკავშირებით ამაზე შენთვისაც მინდა და კითხვა დამესვა, შარშან ბერკლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლამ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ 30 სხვადასხვა ბრენდის ორგანულ ტამპონში აღმოაჩინეს დარიშხანის დოზები, არსენიკი და არაორგანულში ტყვია და სხვა კიდე მეტალები. თუმცა ეხა ძალიან ისეთი წინააღმდეგობრივი შედეგებია, იმიტომ რომ არიციან ზუსტად რამდენად შეიძლება უქმნიდეს ეს ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს, თუმცა სანამ ბოლომდე ეს არ ვიცით, ჭიქა კიდევ უფრო უკეთესი ალტერნატივა გამოდის ამ შემთხვევაშიც კი, ხო, იმიტომ რომ ეს წიმე მეტალებს არ შეიძლება. და ჯანმამ დაიწყო, ჯანმამ თუ FDA მგონი დაიწყო. ხო, შემდეგი ეტაპი ამის და პირველი შედეგები, ასე ვთქვათ, საგანგაშო არ არის, თუმცა ჯობია რა თქმა უნდა ჭიქა გამოვიდა. იქ საუბარი იყო, რომ ვაგინალური აბსორბცია იმ მეტალების იმდენად დიდი არ არის, რომელიც შეიძლება და რომ სისტემური, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს კიდევ უკეთესი ალტერნატივა არის ამ ხრივაც კი და შეიძლება შეიძინოთ ეს თემა რო გავაგრძელოთ ტკივილის. ტკივილი ნორმაა menstruatsiys დროს. და აი რა შემთხვევაში უნდა მივიდეს ექიმთან? menstruatsiys დროს პირდაპირ ვეძახი ტკივილი განსაკუთრებით ძლიერი და რა თქმა უნდა კედლებზე გავდივარ ესეთი აღწერილობით ტკივილი არ არის ნორმა. დისმენორია არ არის ნორმა. დისმენორიის დიაგნოსტიკა ანუ სხვანაირად ხდება, ანუ პირველადი არის და მეორეული. პირველადი ნიშნავს ჩვენ სამედიცინო წელში იმას ტერმინოლოგიურად, რომ როგორც კი დაიწყო პირველი menstruatsiya, იქედან მოყოლებული არის მტკივნეული. ან
რაღაც დროის მერე გახდა მტკივნეული ეს უკვე მეორადია, ხო? შესაბამისად, ამას უამრავ მიზეზი შეიძლება კონდეს და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოში პრობლემა ეს არის, რომ ამ ხრივ ხდება ქალების დაიგნორება. იმ ხრივ რომ წადი რომ გააჩენ შვილს ეს გაივლის ან რომ გათხოვდები ეს გაივლის და არ ვიცი ეს რას ნიშნავს ანუ ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს რომ 17 წლის თუ მოვიდა ადამიანი შენთან და ინგლისმა დადო ამის კვლევა ენდომეტრიოზის საზოგადოებამ რომ ბავშვებსაც კი თავაზობენ შვილის გაჩენას და გათხოვებას იმისთვის რომ დისმენორი ან მენსტრუალური ტკივილი აღარ ქონდეთ და ანუ ჩემი აზრით სრულად მიუღებელი უპატივცემლო და უღირსია საქციელი ადამიანის მიმართ რომელსაც ტკივა მის ტკივილს აიგნორებ არაეთიკურია არ თავაზობ მათ შორის არც გამოყუჩებლებს და სხვა სამკურნალო საშუალებებს არ თავაზობ რომ გამოიკვლიო მისი მიზეზებით ტკივილის ანუ ხო იმსახურებს ყველა ადამიანი რომ იცოდეს ხო რატო ტკივა სისტემურად იგნორირებულია არა მხოლოდ საქართველოში არამედ ნორმალიზებულია მენსტრუალური ტკივილი იმდენად რომ ტკივათ უნდა თითქოს უნდა შეეგუო თან არა საზოგადოდ არამედ სოდვა გამხელისლობ სამედიცინო სისტემის შიგნით კი თანაც ეგ მეც მსმენია აი ამის საფუძველი ქონდა ნეტა არა აი ამას ბავშვის რო გააჩენ მერე აღარ გექნება ეს პრობლემები და საერთოდ ამოვიდა ნეტა ტკივილის მიზეზი არის ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზი ახლა ძალიან ბევრი პაციენტი მოსულა უზარმაზარი ენდომეტრიოზული ცისტა ქონა საკვარცხლზე, საერთოდ არ ქონია არანაირი სიმპტომი. ანუ ვერ გგრძნობს. მაგრამ ხო შეიძლება რომ ეს გაიზარდოს და ჩვენ მას უნდა დავაკვირდეს, ხო შეიძლება გასკდეს რაღაცა მოხდეს, გადაგვარდეს კიბოთ, ხო? შესაბამისად თუ ტკივა, უნდა გამოიკვლიო, რატო ტკივა. თუ მაგალითად ვიმშობიარე და ტკივილი შემცირდა ან გამიქრა, ეს შეიძლება იყოს ასევე დროებითიც. თუმცა ენდომეტრიოზი თუ არის გამოწვეული, ის ენდომეტრიოზული კერები არ სტარწავა, ხო? შესაბამისად კი ტკივილი შემცირდა. ან იქნებ სხვა მიზეზი იყო ტკივილის. რა ვიცით, ანუ იქნებ მიომა იყო, იქნებ პოლიპი იყო, იქნებ ასე შემდეგ, ანუ ერთადერთი მაგის ახსნა ის არის, რომ შეიძლება ანუ ყელი რო გაიხსნა ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს და გადასწორდა, უფრო მარტივად იხსნება ყელი და იყოს შეიძლება ესეთი მდგომარეობა მშობიარობამდე, რომ ეს ყელი რაღაც შევიწროებულია და უჭირს გაფართოება და ამიტომაც მექანიკურად ძნელად გამოდის. თუმცა სხვა შემთხვევაში ორსულობის დროს როცა მენსტრუაცია შეწყვეტილია, მაგ დროს ხო ეს სიმპტომები ენდომეტრიოზისაც აღარ იქნება, ხო? ყოველთშეგრე არ არის. გააჩნია ენდომეტრიოზის სისტემური დაავადება, რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს ენდომეტრიუმთან და გინეკოლოგიას სდება, იმიტომ რომ შეიძლება იყოს ცხვირშიც, შარდის ბურსზეც, ფილტვების ენდომეტრიოზიც არსებობს და ასე შემდეგ. კი ბატონო, მოგეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ხო, ცოტა ტკივილთან დაკავშირებით რა, ანუ ხო, არ არის ნორმალური. ხო, როცა თათ ესე ნორმალიზებული რო არის, რომ ითვლება რომ ტკივილი ძალიან ნორმაა, ეს ხშირად იწვევს ძალიან ცუდ რაღაცებს რა, იმიტომ რომ მივდივართ იმ შედეგებამდე, რომ თუნდაც მაგალითად ენდომეტრიოზის დაგვიანებული დიაგნოზის ერთ-ერთი საფუძველიც ხო ეგ არის ხო, ქალებს მიაჩნიათ რომ ეს ნორმაა. კი, და შეიძლება დაქვეითებული შვილოსნობის უნარიც გამოიწვევს მუდმივი ანთება, ენდომეტრიოზი ნიშნავს რომ სულ ანთება უკვე ორგანიზმში, მაგას კი თავისი კვება და ნუტრიციოლოგია ჭირდება ანტიანთებითი კვება დიეტის სახით, მაგრამ მაგის გარდა უამრავი სიმპტომი აქვს ხოლმე, ანუ რა ვიცი, აი უამრავი სისტემური სიმპტომი აქვს და კი ტკივილი შემიმცირდა, მაგრამ თუ ენდომეტრიოზი დარჩა, თუ ენდომეტრიოზი გაიზარდა, გავრცელდა, ან სხვა მიზეზები ხო შეიძლება იყოს ამ ყველაფრის. და აქედან რო უთხრათ, აი სახლის პირობებში თუ დისმენორიასთან არ გვაქვს საქმე და უბრალოდ ტკივილი ახლავს, როგორც ჩვეულებრივი ამბავია, ახლავს მენსტრუაციას, ხო? არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ტკივილი მენსტრუაციის დროს ხო, არა, ანუ მოყვება ტკივილი, მაგრამ ტკივილი არ უნდა იყოს ნორმა დახვეწა, ამის თქმა მინდა. მაგას ვებრძვი. ხო, არა, ამის თქმა მინდა და ეგ ვიგულისხმე ზუსტად. უბრალოდ ვკითხულობ, აი სახლის პირობებში როგორ შეიძლება ამ ტკივილთან გამკლავება, ხო, რას? ძალიან კაი კითხვა არის, სათბურა, გრელკას რას ვეძახით, მაგას ან ჩვეულებრივად გავათბოთ, ან ბოთლში ჩავასხავთ ბილწყალს, დავიდებთ და ანუ ამითაც შეიძლება მსუბუქი, აი მსუბუქ ტკივილზე მაქვს საუბარი გაგვიყუჩდეს. გამოყუჩებლების წინასწარ მიღება მაგალითად, ანუ სანამ დაიწყება მენსტრუაციაც, ასევე ძალიან ეხმარება თუ მოუსწრებ ამ პროსტაგლანდინების მატებას, რომელიც ტკივილის დროს, მენსტრუაციის დროს გამოიყოფა და ჭარბად ძალიან დიდ ტკივილს, სერიოზულ ტკივილს იწვევს. ან მაგალითად მსუბუქი, აი პილატესი და იოგა გაწელები ძალიან ეხმარებათ, იმიტომ რომ მაგ დროს გამოიყოფა ისეთი ნეირომედიატორები, რომლებიც ტკივილ გამოყუჩებელია და ეგეც მითი არის, რომ ამ დროს ვარჯიში არ შეიძლება. თუ გვეკომფორტულება, ჩვეულებრივად შეგვიძლია ვივარჯიშოთ, რა თქმა უნდა, მსუბუქად და წონების გარეშე.
ამ ვარჯიშთან დაკავშირებით ჩვენ ვიდეოები გქონდა, სადაც კონკრეტულ რაღაცა რჩევებსაც უზიარებდი. და შეგიძლია რომ აქაც აი რამდენიმე რჩევა აქაც რო გავაჟღეროთ. მენსტრუალურ პროდუქტებს რაც შეეხება ვარჯიშის დროს რა თქმა უნდა ყველაზე კომფორტული ტამპონია, თუმცა თუ ტამპონს პირველად იყენებ და თან ვარჯიშზე მიდიხარ, ჯობია რომ ჯერ სახში ცადო ეგ სწორად მოითავსო, გამოიარო, თუ ვერ გძნობ ესე იგი სწორად მოითავსე, ვიდრე პირდაპირ ვარჯიშის დროს გაიკეთო. ან მან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანუ მენსტრუაციის დროს ასევე ჰიგიენა ორმაგად უნდა დავიცვათ და ანუ უნდა ვიბანაოთ ვარჯიშამდე, ვარჯიშის მერე მენსტრუაციის დროს, ანუ კიდევ ეგეთი მითი არის საზოგადოებაში, რომ საერთოდ არ უნდა იბანაო. აღარ არ ვიცი საიდან მოდის ეგ თქვენ თუ მეტყვით თუ გაქვთ რამე იდეა. ეს არ იბანაო, ძალიან ბევრი რაღაცაზე უცელდება უაზროდ. აი 10-ს რო გაიკეთებ. ასე ორი თვე არ დაიბანო, რაღაც უარის თემა. მარტო ეგ მენსტრუაციის დროს რო არ უნდა აიცრა, ანუ ისინი რაც დემონიზებულია, ჩემი ახსნა ეგეთია, მენსტრუაციას დემონიზებულია, ნუ რაღაცა ხო და მე არაფერი მაგას ხირებული არ შეიძლება. იმიტომ რომ მე მგონია ცოტა რომ ეგ ისეთი მართული პროცესი არის, იმიტომ რომ ადვილი არის რა, ანუ ხაი მენსტრუაციის დროს აკრძალვა რომ მე ადვილი ადამიანებს რაღაცები დააჯერო რა. ესეც მოწყობდი ხარ მენსტრუაციის დროს წარმოიდგინეთ თვეში ერთხელ მოგდით სისხლი და მაგრას რაღაც ჰიგიენა, ხასიათი გიფუჭდებათ და საინტერესო ის არის რომ ანუ პირიქით უნდა დაიბანო მაგდროს უფრო მეტად და უფრო ხშირად, იმიტომ რომ ეს გახრწნილი უჯრედებია ენდომეტრიუმის, სხვათა შორის მაგაში ღეროვანი უჯრედები აღმოაჩინეს, ეხა მენსტრუალურ სისხლში ენდომეტრიუმი ხო გამოდის გარეთ. და ნუ რა თქმა უნდა მკვდარი უჯრედებია, რა თქმა უნდა სისხლიც მკვდარია და რა თქმა უნდა ბაქტერიების გამრავლების რისკიც მაღალია. საუკეთესო პირობები აქვს ბაქტერიებს. რა თქმა უნდა, უფრო მეტად ხშირ-ხშირად უნდა გამოიცვანო საფენები, ტამპონები, ჭიქები და ასე შემდეგ. ანუ მაგიტო ვარჯიშითაც თუ ვარჯიშობთ, ვარჯიშის მერე საფენი, ტამპონი თუ ჭიქა აუცილებლად უნდა გამოიცვალოთ. კი ბატონო, აი კიდე ესეთი შეკითხვა მქონდა, რომ გავლენას ახდენს, ის რა ქვია, განწყობაზე, ხო? მენსტრუაცია. ხო. და არის ესეთი წარმოდგენა, რომ აი ძალიან ბევრი ჰორმონები მაღალზეა მენსტრუაციის დროს. თქვენი აზრით ესეა? როგორ? ანუ ესეთი წარმოდგენა არსებობს, რომ მენსტრუალური ციკლი როცა მოგდის, ანუ უბრალოდ მენსტრუალური გამონადენი სისხლდენა, ამ დროს ჰორმონები ძალიან მომატებულია. რეალურად პირიქით არის. და პირიქით ან ტესტოსტერონი არის მაგდროს ყველაზე მაღალია. ზუსტად ის რაც ხდის უფრო მეტად მიდრეკილს მეტნაკლებად უფრო კონფლიქტისა და აგრესიისკენ გაღიზიანებადობისკენ შესაბამისად რაც ვერ ვიტყოდი რომ ხო რა თქმა უნდა ადამიანს თუ ტკივა კიდე დამატებით ეს მენსტრუაცია რა თქმა უნდა დისკომფორტია მენსტრუაცია პირდაპირ ვიტყვის სპაზმები მაქვს ხოლმე მუცელში საერთოდ ძილი მინდა პირველი დღე დასვენება მინდა სისუსტეს გრძნობს საერთოდ და რა თქმა უნდა ეს განწყობაზე აისახე ხო იგივე ამ ესტროგენის ვარდნა საბოლოო ჯამში მე ძილსაც ხოლმე ხსნის თავის ტვინის რეცეპტორებზეც ხო აისახება ანუ მენოპაუზაში რეალურად ეს ხასიათის ცვლილებების გარდა ანუ გონებრივი პრობლემები ანუ მეხსიერების ჩავარდნები ძილის დარღვევები ზუსტად რატო არის იმიტომ რომ ესტროგენი ესტრადიული ყველაზე ძლიერი ესტროგენი შემცირდა იმიტომ რომ ფოლიკულები აღარ გვაქვს შესაბამისად ეს თავის ტვინის ესტროგენ რეცეპტორებზეც ვეღარ ხდება გავლენა და ესეთი ლინკი თუ გვაქვს ეკა მე არ მომიძებნია მსგავსი მაგრამ რა კი ახლა ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და გასაგებია რომ ამ ნეირონებზე ის გავლენას თუ ახდენს სავარაუდოდ შეიძლება ის რისკებს ზრდიდეს დემენციის ხო ალცჰაიმერის დაავადების მაგათ ეგეთი ლინკები არსებობს თუ არ არსებობს ხო მაგას მოგეთ ან ის ხელშეწყობა და ყურადღება ჭირდება ქალებს ამ პერიოდში ბევრი ფაქტორის გამო ხო მე მგონი აი აქ უნდა შემოვიტანოთ უკვე მენსტრუაციის და ჰორმონული კონტრაცეფციის თემა ანუ ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს ხო ჰორმონული კონტრაცეფცია არსებობს ბევრნაირი, ბევრი რეჟიმის, ანუ მათ შორის შეიძლება იყოს გახანგრძლივებული რეჟიმის, როდესაც ოვულაცია სრულად ჩერდება, ხო? ან შეიძლება იყოს წყვეტილი, როცა მენსტრუაცია ისევ აქვს გალს. აი, წეგან რაზეც ვილაპარაკეთ. მათ შორის ეს ჰორმონული რაღაც ფლუქტუაციების თვალსაზრისით, ტკივნეული მენსტრუაციის თვალსაზრისით, რამდენად ასტაბილურებს, ან არარეგულარული ციკლის შემთხვევაშიც, ხო? აი, როგორი არის რისკის და სარგებლის ანალიზი ჰორმონული კონტრაცეფციის შემთხვევაში სხვადასხვა რეჟიმებს ბირო განვიხილოთ. აი, ის ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტები, რაზეც ვილაპარაკებთ, ტკივნეული სისხლდენა, არარეგულარული ციკლი, ჰორმონული ფლუქტუაციები და მისი გავლენა ქალის ხასიათზე.
რომ შევაჯამოთ, ანუ არსებობს ჰორმონული და არაჰორმონული კონტრაცეფცია და ბარიერული სხვა რეჟიმებით, როგორც ახსენეთ. გამომდინარე იქედან, რომ ყველა, ანუ პრობლემური არის ყველა პაციენტს ვერ უნიშნავთ ერთი და იგივე, მაგალითად ჰორმონული კონტრაცეფციის სახეობას, ერთი და იგივე ფორმულას, ერთი და იგივე დოზას. იმიტომ რომ აქ სრულად ფარმაკოლოგია და ფიზიოლოგია შემოდის, ანუ ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი კვლევები, გამოკითხვა, გასინჯვა, მათ შორის იმიტომ რომ როგორც ან ჰორმონულ კონტრაცეფცია შეუძლია როგორც დაგვიცვას ენდომეტრიუმის და საკვარცხის კიბოსგან, ასევე შეუძლია უკვე არსებული ძუძუს კიბო, რომელიც ესტროგენზე ან პროგესტერონზეა დამოკიდებული, გაზარდოს და გაამწვევს. შესაბამისად, ჩვენ მაგიტო წინასწარ ვიკვლევთ ძუძუს, მაგიტო წინასწარ ვიკვლევთ ოჯახში ქონია თუ არა ვინმე თრომბოემბოლია, ინფარქტები, აქვს თუ არა ამ პაციენტს ეწევა თუ არა რაც ანუ უფრო შედედება სრდის სისხლის წნევას, უზემოთ ორდღიანი რეჟიმი და ასე შემდეგ. ამ მერე ვარჩევთ ამას. მერე როცა ვარჩევთ, ანუ მანდაც ჩვენ ჯერ კიდე არ ვიცით რამდენად როგორ ავწონოთ სარგებელი და რისკი, იმიტომ რომ კი, ჰორმონული კონტრაცეფცია ტკივილსაც ამცირებს, კი, ჭარბსის ხდენასაც ამცირებს, კი, თავდაცვის საშუალებაც არის და მათ შორის არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, მაგრამ შეიძლება ანუ პაციენტს აი უკვე როცა დაიწყებს, ანუ დინამიკაში დაკვირვება ჭირდება, გვერდითი მოვლენები განუვითარდეს, მაგალითად, იშვიათად ხდება მადის მატება, მაგალითად და ამის გამო ანუ ბევრი ჭამოს და უბრალოდ მაგიტო მოიმატოს პირდაპირ კონტრაცეფცია არ ზრდის ადამიანის წონაში, ან სითხის შეკავება მოხდეს და შეშუქდეს და აი ეს ყველაზე მეტად რის ეშინიათ. აი როგორც კი ანუ მაგიტო არის ყურადღებიანი ექი მნიშვნელოვანი, რომ როგორც კი ანუ იცი რომ კონტრაცეფცია ესეთი ანუ ესეთ რაღაც ხდება ან ფორმულას უნაცვლებთ და შეიძლება თავიდანვე ვერ მოერგოს ეს საშუალება ადამიანს და მეორე ფორმულა მოერგოს. ან მაგიტომ მნიშვნელოვანია ჩვენთ არ მივიღოთ ეს სწავლები. ხო, დაწყება ღირს მეთვალყურეობის და მნიშვნელოვანია მეთვალყურეობა გააგრძელოს ექიმა და ჩვენ მას გავუზიაროთ აი ჩემი პაციენტი მაგალითად ერთ-ერთი ძალიან ყურადღებიანია და როცა დავიწყეთ ერთკომპონენტიანი მაგალითად ეგეთი კონტრაცეპტივი არის ლინდი ევროპაშია თვითონ ყოველ დღე მწერდა იმდენ დაინტერესა ეს საკითხი, რომ ყოველ დღე მწერდა, აი ეხა ამას გზნობ და აი რაღაც 7 დღის მერე გაიარა მისმა მაგალითად განწყობის ცვლილებებმა და მე საერთოდ აღარ იყო გვერდითი ეფექტები და მაგიტო ჩავთვალეთ, რომ ხანგრძლივად მოდი გავაქცევოთ და ხანგრძლივად საერთოდ აღარ აქვს არანაირი გვერდითი ეფექტი. თუმცა ხო, კარგი იქნება რა თქმა უნდა, რომ არჩევანი მქონდეს, იმიტომ რომ არიან ქალები ძიმე სისტემური და ქრონიკული დაავადებებით, როცა ძალიან ძნელია საერთოდ კონტრაცეპტივები გამოიყენო. და კარგი იქნება თუ მამაკაცის კონტრაცეპტივებიც, რომელიც ეხა ორი კონტრაცეპტივი კვლევების მეორე ეტაპს გადის, უკვე ერთი არის აბები და მეორე არის დროებითი ორწლიანი ინექცია გელის სახით სათესლეს ადინარში, რომელიც ორწლიანი ეფექტის სახით ბლოკავს სათესლეს ადინარს და სპერმის გადმოსვლა არ მოხდება. შესაბამისად ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ რაღაც მექანიკური ბარიერი არის და არ უწევს კაცს ვაზექტომია, აი პირდაპირ რაღაც გადაკვეთა, რომელიც შეიძლება მე აღარ აღდგეს. თუმცა, ნუ მრავალშვილიან მამებში ეგეც კომფორტულია. და რამდენად კონდომის გამოყენება ქართულ კაცებს არ უყვართ და არა მხოლოდ ალბათ. ხო, სამწუხაროდ ეგ ტენდენცია ნარჩუნდება და ხო სიკარგისკენ არ მიდის, მარტო საქართველოში არა გვაქვს ეგ პრობლემა და ხო ნუ ეს კონდომები ცალკე სასაუბრო თემაა. ხან ეს კონდომის არ მოყვარული კაცები აბორტის პირველი მტრები არიან ხოლმე მე. აჰა. ოკეი. ასპრესტებლობის აღება თავიდანვე არ უნდათ. უბრალოდ ამ საკითხზე რა კი საუბრობდი ერთი ის მაქვს, რომ აი მენსტრუაციის გადადება როცა ხდება ხოლმე კონტრაცეპტივების საშუალებით, აი ამას როგორი გამართლებები აქვს რა შეჭირდება გამართლება? თუ სამედიცინო თვალსაზრისით ვამბობ. სამედიცინო თვალსაზრისით, ან თუ ადამიანის პაციენტთან უკვე დანიშნული გვაქვს კონტრაცეპტივი, ანუ ჩვენ ამ კონტრაცეპტივით საშუალოსნოს აქვს სამი შრე, ანუ რომელიც ვახსენეთ ენდომეტრიუმი, რომელიც ვახსენეთ შიდა შრე, რომელიც მუდმივად იზრდება და იშლება მენსტრუაციის დროს გარეთ გამოდის, ანუ ჩვენ მას ვკვებავთ გარეგნულად კონტრაცეპტივით, ან ბუნებრივ ციკლში შინაგანად საკვარცხე
ფოლიკულებიდან გადმოსული ჰორმონებით კვებავს. შესაბამისად, სანამ ის იკვებება, ანუ თუ ორსულობა არ დადგა და კვება არ შეუწყდა, ისევ თავის ადგილას არის. მაგალითად, ერთ კვირაში თუ ველოდები მენსტრუაციას და ისედაც ვიღებ კონტრაცეფციულ აბების ჰორმონულ აბებს, იმიტომ რომ მას პლაცებო აბებიც აქვს, ჩვეულებრივად ჩემს ექიმთან შეთანხმებით შემიძლია შემდეგი შეფუთვიდან კიდევ მივიღო 6 დღე, მაგალითად, იმიტომ რომ ზღვაზე ვარ აბები და ეს რაღაც არაფერს არ დამუშავებს, იმიტომ რომ ჰორმონული კონტრაცეფციის ფონზე ისე შეიძლება შემცირდეს ან გაქრეს კონკრეტულ სახეობებზე მენსტრუაცია, რაც თუ ქალს არ აწუხებს, წინასწარ შეიძლება აუხსნათ. ესეც მაგალითად სპირალი ჰორმონშემცველი შეიძლება ესეთი სურათი მოგცეს. რა ვიცი, თან კომფორტში არის, ეს ბევრ ქალს გონია რომ დამაზიანებელია, არა, უბრალოდ ენდომეტრიუმი ძალიან თხელდება და როგორც კი სპირალს ამოვიღებთ ჰორმონშემცველს, ეგრევე ისევ იმ რაოდენობით მენსტრუაცია მოგდის, ანუ მისი გაზრდა ისე იგივენაირად ხდება. შესაბამისად, ან თუ არ იღებს ჰორმონულ კონტრაცეფციას, შეუძლია მოვიდეს, გაესინჯოს, გავიაროთ ყველაფერი და როგორც კონტრაცეფციას ნიშნავთ, ისევე უბრალოდ სადღაც ორკვირიანი რეჟიმით ჩავრთავთ, რაც ძალიან მცირეა. თუმცა ამაზე რო არ მოგატყუოთ კვლევები არ არის მენსტრუაციის გადადებაზე, თუმცა უსაფრთხოების მხრივ არ ყოფილა რაიმე დარღვევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პაციენტებმა თვითნებურად მიიღეს ესეთი წამლები და სხვა გვერდით ეფექტები განვითარდა. და აქვე არ დავიწყოთ ის, რომ ჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება ვერ დაგვიცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამო და ბარიერული კონტრაცეფცია უნდა ეგეც არ გახსოვდეს გვიცავს პაპილომა ვირუსისგან, იმიტომ რომ პრეზერვატივითაც ასევე. ხო, და აი ბევრჯერ ვახსენეთ დღეს ეს ბანაობის საკითხი და კიდე ერთხელ მინდა რომ ხაზი გავუსვათ ერთ ძალიან გავრცელებულ ესეთ მოსაზრებას, რომ მენსტრუაციის დროს არ შეიძლება ზღვაში ჩასვლა. ხო, რა ვიცი, შეიძლება ჩვეულებრივად. ხო, მაგას ძალიან ბევრი, ანუ აი რაღაც პოსტ საბჭოთა ქვეყნებს უფრო აქ ტენდენცია, რომ მენსტრუაცია სრულად რაღაც დემონიზაცია მოახდინოს და მაგ დროს თითქოს რაღაც ავათხარ და სახლიდან არ უნდა გახ. არა, ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესია და ზღვაში შეგიძლია ჩახვიდე აუზში და ამჟამად. ნუ ჩვენთან ცოტა აუზები შელახულია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს კულტურა და ვშარდავთ აუზში და დაუბანელი ჩავდივართ, ასევე განავლის ჰიგიენას არ ვიცავთ და მხოლოდ ქაღალდით ვიწმინდავთ და მე არ ვიბანთ იმას და ისე ჩავდივართ აუზში და მაგიტომ ახლა ორსულებს ვარიდებთ მეტნაკლებად აუზებს, განსაკუთრებით ჯაკუზებს, რაც დამდგარი წყალია და ეს ნაწლავის ჭხირი, ანუ განავალთან ასოცირებული ბაქტერიები სულ ცირკულირებს. ხო, და არის თუ არა რამე რაც უნდა გაითვალისწინოს ქალმა ზღვაზე წასვლის დროს მაგალითად ამ პროდუქტებთან დაკავშირებით. რომელიმეზე რეკომენდაცია თუ არის, ჭიქა ან ტამპონი გამოიყენოს, კომფორტულია, უბრალოდ ტექნიკურად საფენი რო გამოიყენო, იქიდან შეიძლება სისხლი გარეთ გამოვიდეს მარტივად და შენც არ იქნება კომფორტული. თუმცა, ხო, ჭიქა ძალიან კომფორტულია, მეც დავდე ვიდეო, სადაც ვანავდი მენსტრუალური ჭიქით და რა ვიცი, საერთოდ არ შემქვნია არანაირი დისკომფორტი. პირიქით, სურვა იდეალურია ამ დროს, იმიტომ რომ სპაზმოს გვიხსნის, როგორც პილატესი და იოგა გაწელვა არის და უფრო მეტ კომფორტს განიცდის სხეული. კი, იცი კიდე რა მაინტერესებს, აი სწორი გამოყენების წესებზე რო ლაპარაკობთ ამ დამხმარე საშუალებების, ხანდახან აი ანატომიური თავისებურებები ყველა გალს განსხვავებული აქვს, ხო? საშვილოსნოს იქნება საშვილოსნოს ყელის თუ ვაგინის, ხო? არის თუ არა რაღაც შემთხვევები, მაგალითად დაბლამდგომი საშვილოსნოს ყელი თუ არის, რომ არ შეიძლება რაღაც კონკრეტული პროდუქტის გამოყენება, ან ასე შემდეგ, ან თუ არის აი ამ ხრივ განსხვავებები, რაც შეიძლება გაითვალისწინოს ქალმა. კი, როგორც ვახსენეთ, ანატომიურად შეიძლება იყოს ეს რაღაცები, რა თქმა უნდა, დარღვევები განვითარების პროცესში, მაგალითად საშოში იყოს სგიდე, განივი ან ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური ან დახრილი, ან შეიძლება იყოს საშვილოსნოს ორი ყელი. იმიტომ რომ ორი საშვილოსნო იყოს დიდელფური საშვილოსნო, რომელიც ასევე ანატომიური მიულერიული სადინრის განვითარდება საშვილოსნო და საშვილოსნოს ორი ნაწილი ერთდება და ქმნის ერთ საშვილოსნოს. შესაბამისად, ამ პროცესში შეიძლება ასევე დარღვევები მოხდეს და ყელის მხრივაც იყოს პათოლოგიები. რა თქმა უნდა, ამ დროს პრობლემაა მენსტრუალური ჭიქის გამოყენება და შეიძლება ვერ მოვირგოთ. ან შეიძლება გქონდეს დამატებით დაზიანებები, ჩახევები, პათოლოგიები, პათოლოგიური აპკი მათ შორის, ხო?
და ამ დროს ასევე საშოს ფორმა, მაგალითად მინახავს პაციენტები, ანუ საშო ძირითადად ცილინდრული ფორმის არის, ანუ პირდაპირ და უკან ანუსისკენ არის ყველაზე ხშირად გადახრილი. თუმცა მინახავს პაციენტები, რომ პირდაპირ და მარჯვნივ აქვს გადახრილი, პირდაპირ და მარცხნივ, ანუ ამ ანატომიურ თავისებურებასაც თვითონ მაგიტო ვამბობდი იმ ვიდეოში, რომ თქვენი თითებით შეისწავლეთ თქვენი ანატომია საშოს, რომ ნახოთ, იქნებ რაღაც იეჭვოთ და შემდეგ ხო. ყელის თვითონ საშუალსნოს დაწევა შეიძლება იყოს უკვე მერე ან საშოს გაფართოება, რა თქმა უნდა, მიზეზები მშობიარობის შემდეგ კუნთების გაწყვეტის, მოდუნების და სხვა ტრავმების შედეგად და ეგეც შეიძლება იყოს პრობლემა, რა თქმა უნდა. და კიდე ერთი ფართოდ გავრცელებული საკითხი, ამით დავამთავრებ ამ მითებზე საუბარს, შეიძლება თუ არა სექსი მენსტრუაციის დროს. იმისთვის რომ არ დაურსულდეთ. ზოგადად. სექსი მენსტრუაციის შეიძლება, თუმცა რა თქმა უნდა ჯობია რომ პრეზერვატივი გქონდეს ამ დროს სექსი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მაინც გავითვალისწინოთ, ანუ რამდენად მონოგამიურ ურთიერთობაში ვართ, იმიტომ რომ ამ დროს მენსტრუალური სისხლი ბაქტერიების გამრავლებას უბრალოდ უფრო მეტად აადვილებს, თორე ტექნიკურად ჩვეულებრივად არის შესაძლებელი. კი ბატონო, ჩვენ ახლა ნენელა თან ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და მაშინ აი დღეს ძალიან ბევრი ტექნოლოგიური მიღწევა გვაქვს, ხო? აი ძალიან ბევრი რაღაცა, რომელიც შეიძლება რომ დახმარებას უწევდეს გოგოებს და ქალებს აი ამ პროცესში. მეც ვიცი ადამიანები ჩემ გარშემო, რომელიც რაღაც ციკლის მონიტორინგს აკეთებენ ფერტილობისთვის და ეს შემდეგ. მაგრამ მაგის მიღმა ეს ტექნოლოგიები რაში არის გამოსაყენებელი? ანუ რაში შეიძლება რომ დაეხმაროს ადამიანს? ნუ ეხლა თუ გავიხსენებთ იმას, რომ ბოლოს Flow ყველაზე გავრცელებული აპლიკაცია, რომელმაც HW არის, რომ Facebook-ს მეტას მიყიდა ქალების მენსტრუალური ინფორმაცია, უკანონოდ პერსონალური ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გასკდა და ასე ვთქვათ, გაიგეს სხვა ასე ვთქვათ, მხარეებმა, შესაბამისად არ ვიცი ახლა როგორ დასრულდა, თუმცა, ნუ მათ ქალები ადანაშაულებდნენ Flow-ს და ძირითადად Zuckerberg-ს ამ ყველაფერში, თუმცა მე ბავშვობიდან, თინეიჯერობიდან, მენარქედან რამდენიმე წლის მერე, როცა მქონდა უკვე smartphone-ი, ვიწერდი ჩემი მენსტრუალური ციკლის პატერნებს რა, როგორ მომდიოდა, რამდენი დღე მქონდა, ასე შემდეგ, რაც ჩემი მენსტრუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შეფასებაში ექიმებს ძალიან ეხმარებოდათ და მათ შორის მეც. ანუ მე ვიცოდი ჩემი მენსტრუაციის ხასიათი და იმიტომ კი არ უნდა ვიცოდეთ ეს რომ მარტო ორსულობას გეგმავთ ან არ გეგმავთ და ზოგი ცდილობს რომ ოვულაცია თუ გამოუთვალა აპლიკაცია, მაგ დღეს სექსი არ კონდეს რომ არ დაორსულდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ რომ აპლიკაცია შეიძლება გარდაემთხოს თუ დადასტურებულად ოვულაცია არ იცი გაქვთ თუ არა, მაინც ვერ ვენდობით აპლიკაციას. შესაბამისად, ანუ ჯანმრთელობის კუთხით მე როგორც ექიმს, როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში ძალიან მეხმარება პაციენტი როცა მოდის, მისი კიდევ ერთხელ ვთქვი, ბოლო 6 თვის მონაცემი. ანუ იყო თუ არა რამე ცვლილება, თვეში ორჯერ შეიძლება მოუვიდა რაღაც პერიოდში, ხო? ანუ რეგულარული რამდენად არის, ხა რა ანამნეზის ნაწილია მენსტრუალური ისტორია, ხო? გინეკოლოგიურის. შესაბამისად, სად ის რომ შენ მოიყვანე მაგალითად შენი პარტნიორი ჩემთან და რაღაც ბუნდოვნად ახსოვს რაღაც ბოლო მენსტრუაციის დაწყების თარიღი და სად ის რომ ბოლო 6 თვეში როდის მოუვიდა, რამდენი მოუვიდა, რა ინტენსივობა, როგორი PMS-ი ქონდა, ასე შემდეგ ყველაფერს გეკითხება აპლიკაცია, ყველაფერი ჩაწერილი გაქვს, ანუ მთელი ანამნეზი გაქვს, რითიც შეიძლება შენი მენსტრუალური ჯანმრთელობა შეფასდეს. რაც ნუ ექიმისთვის ძალიან დაფარულია. ექიმისთვის idеალურია, კი, მე პირდაპირ აპლიკაციებს ვახსნევინებ, მე თვითონ ვიცი თითოეულ სხვა ტიპის აპლიკაცია, როგორ გამოვიყენო და მე თვითონ ვთხოვ ხოლმე რომ გამიზიაროს ინფორმაცია. ხო, ჩვენ საუბრობდით, რომ როცა დამხმარე საშუალებებზე საუბრობდით მენსტრუაციის, ვთქვით, რომ ბევრ ქვეყანაში ეს ფუფუნების საგნად ითვლება, დაბეგრილია, ასე შემდეგ. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში პირიქით ამის დისტრიბუცია ხდება უფასოდ სკოლებში, ასე შემდეგ და მეტიც ქალებს აქვთ ანაზღაურებადი მენსტრუალური შვებულება. ეს ჩვენთან ბევრს ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფა, შეიძლება ესეც იყოს. ექიმებს ხო და ალბათ დამსაქმებელს რო უთხრა, გადაიხარხარებს, ხო, ბევრი. თუმცა პრობლემაა ეგ. და როგორც ვთქვით, ეს მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტკივილი ხასიათის ცვლილებები სერიოზული პრობლემა არის ბევრისთვის და ეს უნდა იქნეს, ანუ ნუ ეხა მე რო
მაგალითად რაღაც დაავადება მქონდეს, ინფექცია შემეყაროს და სიცხე მქონდეს, გამიშვებენ, ხო? და თუ იმაზე უარესი სიმპტომები აქვს ადამიანს, რატო არ ეკუთვნის მას შვებულება, ანაზღაურება, ან სულ მცირე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა. ხა შესაძლებლობა, რეალურად მაგაზე ზურა ამბობდა მგონი რა ეს არის რა ქვია menstrualuri ტკივილი შეიძლება გულის ინფარქტის და ბევრი ვიდეო გვინახავს ამაზე მსგავსი იყოს და სიმულატორების ვიდეოც არის ხო? აი კაცებს რომ ასე ვთქვათ ამაგრებენ ამ სიმულატორებს რომ რა თქმა უნდა ხა ვიცით რომ კაცებს უფრო დაბალი ტოლერანტობა აქვს ფიზიოლოგიურად ტკივილის მიმართ, თუმცა კაცები გრძნობენ რომ საკმაოდ ხა, ყველას გვაქვს ჩვენი ფიზიოლოგია და ოკეი, ძალიან ნორმალურია რა, თქვენ უფრო ძლიერები ხართ ფიზიკურად, ჩვენ menstruatsiis დროს უბრალოდ ბევრი დისკომფორტი გვაქვს და ეს ძალიან ოკეი, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფლებების მხრივ განსხვავებული უფლებები გვეკუთვნის როგორც ადამიანებს. მაგაზე ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ კაცმა და ძალიან ბევრი ვეკამათა და დღემდე ვკამათობთ მითხრა ის, რომ მე რო კაცი ვარ და შაკიკი მაქვსო, მე რატო არ მაძლევენ შაკიკის რო შვებულებასო? ხა და მე დავეთანხმე რა ხა მართალი ხარ ან მაგ დროს რა მნიშვნელობა აქვს ეს? უბრალოდ მოხდა ისე რომ გამჯერხდა რომ ჩვენ XX ქრომოსომა გვაქვს menstruatsiya და menstruatsiis ტკივილის გამოწვევი რა იმ დაავადება შეიძლება გქონდეს ან ასე ვთქვათ ან მდგომარეობა რომელიც ამწვავებს ასევე ამ ყველაფერს შესაბამისად რა ვიცი მგონია რომ ვიმსახურებთ მე პირადად ბიულეტენი დამიწერია ადამიანისთვის ვისაც ვიცი რომ ნამდვილად აქვს ეს პრობლემა შეგვიფასებია განგვისაზღვრია ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის რა ანუ სქესაც მგონია რომ აქ უფრო საქართველოში პლუს ტკივილის მართვის და მენეჯმენტის ნაწილშიც დიდი პრობლემები გვაქვს ვითო რაღაც ნარკოპოლიტიკით გამოწვეული, როცა რეალურად ძალიან ბევრი ძლიერი გამოყუჩებელი, მაგალითად სუსპენზიის სახითაც არ გვაქვს, ანუ სითხის სახით, რომელიც მაგალითად ბავშვებში შეიძლება გამოვიყენოთ და დაბალდოზიანი. აი ესეთ შეკითხვა მექნება, რომ ამოტებდი რამეს. ესეთ შეკითხვა მექნება, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ menstruatsias და menstruatsiya ასევე აქვს ტრანსგენდერ კაცებს და არაბინარულ ადამიანებს, ხო? მაგრამ ეს რაღაც თითქოს უხილავი ჯგუფი არის და ამ საკითხებში ამ თემაზე, რა ვიცი, მეც არ გამიგე და ალბათ ზოგადად პრობლემები უნდა არსებობდა, შენგან მაინტერესებს ეს, რომ აი ამ თავიანთი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, თუ შეიძლება რომ რაღაცა პრობლემებს აწყდებოდნენ. რა თქმა უნდა ტრანსგენდერი ადამიანები ყველაზე მოწყვლადები არიან ალბათ ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით ტრანსგენდერი მამაკაცები ვისაც ბიოლოგიურად ანუ XX გენეტიკური სქესი აქვს შესაბამისად მათაც შეიძლება ქონდეთ menstrualuri ციკლი თუ ქირურგიულად არ ამოიჭრეს საშვილოსნო საკვერცხეები ან მაგალითად თვეებია დიდი დოზით ჰორმონულ ტესტოსტერონის თერაპიაზე არ არიან რამაც შეიძლება შეუწყვიტოთ ან სხვა თერაპია menstrualuri ციკლი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი უფრო მეტად ამ კვლევაში არის განიცდიან menstrualur სიღარიბეს და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას, რადგან მათ საზოგადოებას არ აღიარებს და საერთოდ კანონი გვაქვს, რომელიც საერთოდ ექიმოსაც კი გვიგზავნოს, რომ მათ დავეხმაროთ და დავნიშნოთ ჰორმონ ჩანაცვლებითი თერაპია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, გენდერული დისფორიის და ასე შემდეგ. შესაბამისად, იმდენად გაურკვევად არის ამ კანონში ყველაფერი, რომ შეიძლება თუ დაჭირდათ ექიმიც კი დაიჭირონ ამაზე. ოკეი, გარკვეულდება, მაგრამ კაბინეტში რაც უნდათ ისაკეთონიც არ არის. არ არის მთლად. ანუ თვითონ იგივე სავარაუდოდ იქნება ხო ეს გამოწვევებიც მაგათით ამ menstruatsiis მართვის პერიოდშიც ახლა როცა სპეციალისტთან მიდის, იმიტომ რომ მაგალითად menstruatsiis გამო აქვს ხო რაღაც ტკივილი და რაღაც ისეთი რომელიც უკვე ექიმთან ვიზიტს საჭიროებს, მაგრამ არის ტრანსგენდერი კაცი შეიძლება? მაგ ხრივ ყველა ექიმი ეგეთ პაციენტებს ჩვენთან არ იღებს, იმიტომ რომ ექიმების მოდი ვთქვათ, დიდი ნაწილი არის ტრანსფობი და ჰომოფობი და პლუს არ აქვს სპეციალური გადამზადება, არც ეთიკური, არც პაციენტის მიღების თვალსაზრისით სხვანაირია, მაგალითად უნდა ეკითხო, როგორ მოგმართოთ, იმიტომ რომ ტრანსგენდერ ადამიანებს არ აქვთ ყოველთვის საპასპორტო სახელით მიმართვის სურვილი. და არა მხოლოდ ყველა ცისგენდერ ადამიანებსაც შეიძლება რაღაცა ლიზი ერქვას და უნდადეს რომ ლიკა დაუწახო.
შესაბამისად ესე და ესე. ასევე რა თქმა უნდა შეიძლება პაციენტი უხეშად მიიღოს ექიმმა და საერთოდ ვერ მიხვდეს რატო არც კი მივლენ ალბათ მათთან. მაგიტომაც არის რომ არა მხოლოდ საქართველოში მსოფლიოში ტრანსგენდერი ადამიანები გამომდინარე ამდენი ასე ვთქვათ ლეგალური და არალეგალური პრობლემებიდან, სოციალური პრობლემებიდან თვითონ იღებენ ხშირად რაღაც იაფასიან ჯენერიკებს საკმაოდ უხარისხოს ჰორმონჩანაცვლებით თერაპიის, რაც და წინასწარი კვლევების პროცესში კვლევების და ასე შემდეგ გარეშე, რაც ხშირად გართულებასაც კი იწვევს. და ბოლოსკენ რო წავიდეთ, ვილაპარაკოთ მენოპაუზაზე, ხო? მენოპაუზა, რომელიც ესე რაღაცა ესეც არასწორად არის აღქმული, თითქოს რაღაცა კარგი დღეები უკან არის და მე აღარა ვარ საჭი რომ ამ ქვეყანაზე თუ ასე შემდეგ. რეალურად არის ეს თვითახქმის და თვითდამოკიდებულებების პრობლემები ამ ქალებში, ვინც გადის მენოპაუზას, თუმცა თანხლები ბიოლოგიური, ფიზიკური ფაქტორიც ბევრი ახლავს, ხო, რა პრობლემური. მინდა რომ შეისაუბრო ამაზე უკეთ, როგორ უნდა როდის უნდა ელოდოს ქალი მენოპაუზას პირველ რიგში და როგორ უნდა შეხვდეს და სუბუქად გადაიაროს ის თანხლები მოვლენები, რაც მენოპაუზას ახასიათებს. ხო, ამ თემას სანამ გადავალ, ძალიან ბევრ სოციალურ საკითხს და პოლიტიკურ საკითხს ვაწყდებით, როცა მენსტრუაციაზე ვსაუბრობთ და ეხლა იყო ძალიან ბევრი მიმაგაზე, რომ თეთრ სახლში სენატორები განიხილავდნენ ქალის ჯანმრთელობას, და არც ერთი არ იყო იქიდან ქალი. თეთრ სახლში თეთრი კაცები განიხილავდნენ. ხო, თეთრი კაცები. ეხლა თეთრი კაცების დისკრიმინაციაში არ დამდოს ტრამპის თემა ბრალი. შესაბამისად, არ ვიცი, კვოტირებაზე შეიძლება ვისაუბროთ ეს რამდენად სწორია, რამდენად არასწორია. ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ თუ ადამიანები გადავინაწილებთ ჩემი აზრით გენდერულ როლებს, თუ პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ მაგალითად მშობლები უნდა გავხდეთ, მაგალითად აქ საუბარია ტრადიციულ ქორწინებაზე, მაშინ მამამაც და დედამაც უნდა გადაინაწილოს, წინასწარ ჯობია სანამ ორსულობა დადგება, განიხილოთ ვინ რას გააკეთებს. აქედან მერე უკვე ძალიან მარტივია უკვე წინასწარ შემზადება მენოპაუზისთვისაც, იმიტომ რომ ყველა ქალი ვინც ჩემთან მოდის, ან გინეკოლოგებთან მიდის, ყველასთვის ნათქვამი, თითქმის ყოველს ნათქვამი აქვს, რომ ეხა რაღაცი გჭირდება შენ გინეკოლოგი, ეხა რაღაცი გჭირდება შენ საერთოდ რაიმე, როცა ძალიან დიდი ონკოლოგიური რისკები შეიძლება იყოს მენოპაუზის დროს ქალებში, მათ შორის საკვერცხის კიბო, საშუალოსნოს კიბო, მიომების სისხლდენები და ასე შემდეგ. იმიტომ და უამრავი ფიზიოლოგიური დეფიციტი და პრობლემა, იმიტომ რომ უბრალოდ ესტროგენი შემცირდა და მთელი მეტაბოლიზმი ჩათვალეთ რომ დაირღვა. და კარდიოვასკულარული რისკები, ძვლის სიმკვრივის შემცირება, ლიბიდოს ცვლილებები დაქვეითება ხშირად. ქალების რაღაც ნაწილი საერთოდ ამ დროს ქალურობასაც კარგავს და ფიქრობენ, რომ ქალად აღარ გრძნობ თავს. და ექიმებს გთხოვენ, რომ მენსტრუაცია ხელოვნურად მოგვიყვანეთ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად მათთვის მენსტრუაციის შეწყვეტა ასოცირდება იმასთან, რომ რაღაც ქალურობა დაკარგა. ძალიან განიცდენ ამ ყველაფერს. და ამ ყველაფრის ფონზე რო ეუბნები, რომ თქვენ სტრესი უნდა შეამციროთ, თქვენ უკვე 20+ ასაკით შვილებს უნდა აუხსნათ და მეუღლეს უნდა აუხსნათ, რომ ეხლა თქვენ გჭირდებათ მხარდაჭერა გვერდში დგომ ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, მენტალურად გამოკვლევები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეხლა ძალიან როგორც გარდატეხის ასაკი ესეა მენოპაუზა, დიდ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს გადიხართ და ეხლა გჭირდებათ ფსიქოლოგი, ფიტნესი, რელაქსი და ყველაფერი. ის ამბობს, რომ ვალდებულია, რომ ყველას აქეთ მიხედოს დაეხმაროს და რაიმეზე ხმარო ამოიღოს, ესეთი ამათი აღქმა, ყველა, ასე ვთქვათ, არ ექნებათ ამას ოჯახში და სანათესაოში ამის მიღებლობა. რეალურად ადრე ბავშვებს ზრდიდა სოფელი და ეხა ქალს აქვს კარიერა და ბავშვებსაც ზრდის. ქალი არ არის ამაზე ადაპტირებული, იმიტომ რომ ადრე ბებია, ბაბუა, რაღაცა კომუნა, სოციუმი ეხმარებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ ეხა სამწუხაროდ ესე ვერ არის იქ ქმარი და თვითონ და რაღაცა მუშაობთ დილ და საღამო და შესაბამისად თუ არ მოხდება ამ ყველაფერში გადანაწილება და ამას შეთანხმება, უბრალოდ ეს ადამიანები ძალიან იფიტებიან. და მენოპაუზის დროს უამრავი რისკის ქვეშ დგას ქალი, უამრავი სისტემური გართულების. აი, რო ვთქვათ, მაგალითად, კარდიოვასკულარული დაავადებების რისკები ეზრდებათ, წონაში მატება, ძვლის სიმკან ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია. ნახეთ, მარტო ჩემი სფერო ამას არ ყოფნის, ხო? ენდოკრინოლოგი წამოვიდა, ოჯახის ექიმი წამოვიდა, გულსიზრხთა სისტემა, წამოვიდა სისხლძარღვები, კარდიოლოგია, ოჯახის ექიმი ვთქვით, ფსიქოლოგი, შეიძლება ფსიქიატრი, სექსოლოგი
ნუტრიციოლოგი და ასე შემდეგ, ანუ ამ ყველაფერს ჩვენ ვერ შევაჩერებთ, ანუ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი რა თუ არის შესაძლებელი დავუნიშნოთ მენოპაუზური ჰორმონული თერაპია, რაც ახალი ტერმინია, ვაკონტროლოთ და ესეთი ქალები ძალიან, ასე ვთქვათ, მარტივად უმკლავდებიან ამ ყველაფერს, თუმცა ამ დროს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ჭირდება ოჯახისგან და კომუნისგან ქალს. ანუ ეს რა იგულისხება ჰორმონულ მენოპაუზურ ჰორმონულ ჩვეულებრივი თერაპია, ანუ ესტროგენით და პროგესტერონით, რის დეფიციტიც გვაქვს, იმ დღიურ დოზას ჩვეულებრივად ვიღებთ, რა თქმა უნდა, თუ ამის ჩვენება გვაქვს, ან თუ რაღაც პრობლემაა, რომლის გამოც ვერ დავნიშნავთ, ვერ ვნიშნავთ და ვაკონტროლებთ სიმპტომებს, მაგალითად, ძვლის პროტექტორები მის სიმკვრივისთვის, იმიტომ რომ მოტეხილობის რისკიც ხო იზრდება ისედაც ასაკში და პლუს ესტროგენი ჩართულია ძვლის მეტაბოლიზმში, ანუ ოსტეობლასტების წარმოქმნაში და მე ოსტეოკლასტები იმატებს, რაც ძვალს უფრო ამ ძვლის სიმკვრივეს ამცირებს და ასე შემდეგ. ანუ ეს რეპროდუქციული სისტემა არ არის მხოლოდ საშვილოსნო საკვერცხე. ანუ ქალის ფიზიოლოგია აწყობილია სრულად ესტროგენის, ძლიერი ესტროგენის, ესტრადიოლის მეტაბოლიზმს. კი, ერთი ესეთი ნაივური შეკითხვა, რომელიც ჩვენ სვენელსაც შეიძლება გასჩენოდა, თუ ადრეულ ასაკში მიღებული ჰორმონული კონტრაცეფცია აჩერებს ოვულაციას, შეიძლება თუ არა ამითი მენოპაუზის გადადება. გადაწევა დროში. არა, ეს მითია, რა თქმა უნდა. ის რომ მენსტრუაცია მოგვდის, არ ნიშნავს, რომ საკვერცხეში არის მარაგი კვერცხუჯრედების. ანუ მენსტრუაცია მენოპაუზაში მქონე ქალსაც შეიძლება კონდეს და მენოპაუზაში მქონე ქალსაც შეიძლება მისი გაყინული ემბრიონი გადაუტანოთ და გააჩინოს ჩვეულებრივად. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა მითია. კეთილი და პატიოს. კი ბატონო. მე მგონი ამით ავასრულეთ, ხო, სანდრო? ვფიქრობ, რომ ძალიან ამოუწურავი თემა. ხო, მაგრამ რაღაც ძირითადი საკითხები ხო, გავიარეთ, მე კმაყოფილი ვარ. იმიტომ რომ მეჩვენაც ბევრი რაღაც მეჩვენაც გავიგე და ნუ ალბათ ეხა ჩვენი მსმენელის დიდი ნაწილსაც ესეთი რაღაც სპეციფიკური ისინი ცოდნები შეიძლება არ ქონოდა და ბევრს გაიგებს და ძალიანაც კარგი. ამით ჩვენი მიზანი მიღწეულია, მე მგონი სანდრო. ჩვენ ეკას კიდევ ერთხელ მოვიწევთ, მალე გვეყოლება სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის, სადაც კიდე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ. ამიტომ თუ კი დარჩა ისეთი თემები, ისეთი კითხვები, რომლებიც ჩვენ არ მოვიცავით, აი გინდოდათ რომ რაღაც დაგვეზუსტებინა, ან უფრო მეტი გვესაუბრა რაღაც საკითხზე, გთხოვთ მოგწერეთ, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ და შემდგომში, როცა ეკა კიდე გვეწევა, მაგ საკითხებს აუცილებლად გავაჟღერებთ და აუცილებლად ჩავუღრმავდებით. მე შეგახსენებთ, რომ ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დიდ მადლობას გიხდით თქვენ ამ პოდკასტის მოსმენისთვის და რა კი ამდენი ხანი გვისმინეთ, სავარაუდოდ მოგეწონათ, ამიტომ გთხოვთ დააჭირეთ მოწონების ღილაკს და ასევე გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვა ადამიანებსაც, ამით ჩვენ ძალიან დაგვეხმარებით. მეც მინდოდა მადლობა მეთქვა ეკასთვის, პირველ რიგში მოსვლისთვის და მეორე იმისთვის, რომ კლინიკური პრაქტიკის მიღმა აქტიურად არის საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებული და ამ საგანმანათლებლო საქმიანობას ესე აქტივიზმის ელფერი აქვს კიდე და ჩემს საყურები არ მოგეწონა. ეხლა უნდა მეთქვა. და ხო რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი რაღაც ამ ტაბუს და სირცხვილის და შიშის ჭუჭყს ვაშორებთ რაღაც თემებს, ერთი შეხედვით უხერხულ თემებს, მაგრამ ვის და შენ ყველაზე კარგად იცი, რომ როდესაც ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, იქ უხერხულობის ადგილი არ არის არასდროს და არსად. კი, და მეცად მიმართე რომ ყველა ექიმის ვალდებულებაა, რომ ამას აკეთებს, რაც აკეთებს ეკავად. ჩემს სფეროში კიდევ უფრო მეტად ძნელია, იმიტომ რომ ქალები და კაცები, ვინც ფიქრობს, რომ ამას საერთოდ არ უნდა ვლაპარაკავდეს, საერთოდ მუქარებიც კი შემომდის, რომ ამას შენი კაბინეტის მიღმა ნუ ამბობ, იმიტომ რომ ამის ადგილი საჯაროდ არ არის. ხო, რაც ესე არ არის. ჩვენი ვალია რომ რაღაცები უკვე ახალი სიტყვები და წინადადებები ესმით და ბევრს უკვე ეს არის. ხო, ის არის ისეთი წამოვიდა რა, რომ აი რაღაცა ეს მეცნიერება, ექიმები რაღაცა ცალკე არიან და დანარჩენი ადამიანები საზოგადოების თითქოს ცალკე და ეს ხიდები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ადამიანი რომელიც მაგალითად ეკა რომელიც დღის განმავლობაში იღებს უამრავ პაციენტს, მაგრამ მე კიდევ ასევე ძალიან ბევრ დროს უთმობს პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და პაციენტების განათლებას, ეს არის მე მგონია ოქროს გასაღები ზუსტად აი ამ მეცნიერების და მეტი ექიმი ვისურვებდი რომ ჩაერთოს თქვენს პოდკასტშიც, რორთავთ ძალიან კარგია და თავისი
რა ვიცი, კი, ჩვენ სოციალურ ყველას დავეხმარებით, ვინც ისეთი აქტიური ადამიანი იქნება, ძალიან დიდი სიამოვნებით დავუდგებით მხარში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ეკა, მადლობა სანდრო და მომავალ შეხვედრამდე.